ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორი 1 წლის შემდეგ სიმართლეს ყვება. Როგორ აიძულეს გიორგი აბდალაძე შეეწყვიტა შიმშილობა და მიეცა აღიარებითი ჩვენება. გიორგი აბდალაძე უპასუხებს მთავარ კითხვას. რა მიზანს ემსახურება ქართული ოცნების წევრთა მასობრივი დაკავებები? სოზარ სუბარი. როგორ გაგრძელდება სტუდენტური და საზოგადოებრივი პროტესტი ქუჩაში? რატი ამაღლობელი? რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღებებთან დაკავშირებით? კახი კახიშვილი გადაცემაში მთავარი კითხვა. გია აბდალაძე უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობისაკია. გამარჯობათ, მოგესალმებით. პირველ რიგში 1 წელი თქვენ დუმდით. რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ახლა რომ მოყვეთ ის დეტალები, რაც ძალიან აინტერესებდა საზოგადოებას და დღეს ჩვენი ეთერით ამას კიდევ უფრო ფართო საზოგადოება შეიტყობს, ვიდრე აქამდე რაც ილაპარაკეთ თქვენ დღეს მთელი დღის მანძილზე პრესასთან თუ მედიის სხვა საშუალებებთან. რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ახლა ყველაფრის მოყოლა? ჯერ ესეთი რომ ძალიან მძიმე იყო 1 წლის განმავლობაში, წელიწადზე ცოტა მეტი დრო გავიდა, მაგრამ 1 წლის განმავლობაში ყველაფერი ამის შენახვა, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ ვნახეთ ციხეში, ის უსამართლობა რაც ჩვენ ვნახეთ საერთოდ, რაც ხდებოდა ქვეყანაში და ჩვენთან მიმართებაში განსაკუთრებით და არა მარტო ჩვენი საქმე, არამედ უამრავი საქმეა ქვეყანაში ალბათ ისეთი, რომელიც უნდა გადაიხედოს ხელახლა და უნდა გამოიძიოს ნორმალურმა გამოძიებელმა ნორმალურმა სასამართლომ დამოუკიდებელმა სასამართლომ და გამოიტანოს სწორი ვერდიქტები ამ საქმეებთან დაკავშირებით. დღეს მით უმეტეს, როდესაც საზოგადოებამ იცის თუ რა ხდება საპატიმროებში და რა მდგომარეობა, კატასტროფული მდგომარეობა არის, იმიტომ რომ პატიმრები მე პირველივე დღეს, როდესაც მოხვდი ეგრეთ წოდებულ მოლოდინის ოთახს ეძახიან სანამ ადვოკატებთან გახვალ. ერთადერთი შესაძლებლობა იმისი, რომ პატიმრები შეხვდნენ ერთმანეთს, იქ ვნახე მე დემეტრაძეც, ნიკა კვეზერელიც, ის ებრაელი პატიმრებიც, რომლებიც იყვნენ და სხვა პატიმრებიც ჩუმჩუმად რომ ესაუბრებოდნენ, თქვენ ჟურნალისტები ხართ, თქვენ გულშემატკივრობთ ყველანი და არ ბიჭებო არ დათმოთ, მიაწექით ბოლომდე, აქ ჯოჯოხეთია, სრული ჯოჯოხეთია, თქვენ ერთად გაიტანეთ ამბავი გარეთ. რატომღაც ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჩვენ გავიდოდით სამშვიდობოს მაგრამ აი რატომ იკავებდით ამბის მოყოლისგან თავს? გაკონტროლებდნენ თქვენ ამ 1 წლის მანძილზე? 1 წლის მანძილზე კონტროლის ქვეშ იყავით, რას იზავდით? კონტროლის ქვეშ ფსიქოლოგიური კონტროლიც არის და როგორ გითხრა, ძალიან მძიმედ ასახსნელია მდგომარეობა, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს რაღაცა დანაშაული აქვს ჩადენილი, ის სხვაგვარად ხედავს ყველაფერს და სხვანაირად, როდესაც იცი რომ სრულად უდანაშაულო ადამიანი ისჯები არაფრის გულისა, მით უმეტეს იმ მუხლით, რომელი მუხლით ჩვენ გქონდა წაყენებული და ესეთი ადამიანები უამრავია დღესაც საპატიმროებში, რომელსაც საერთოდ არაფერი არ ჩაუდენია და აღიარებული აქვს დანაშაულები და იხდიან სასჯელს. იმიტომ რომ მათ საქმეები შეიძლება ესეთი გახმაურებული არ ყოფილა ესეთი პროტესტი. ეგ პროტესტი რო არა, მე ვთვლი რომ საერთოდ ცოცხლებიც არ ვიქნებოდით და აქ არ ვიქნებოდით, იმიტომ რომ მაგაში დარწმუნებული ვარ, რომ რატომ არ იქნებოდით ცოცხლები? რატომ დაგაკავეს? ჩვენ მე ვთვლი რომ პირადი პატიმრები ვიყავით მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და ზურა ადეიშვილის. ეს სამი ადამიანი წვითავდა ჩვენი ყოფნა არ ყოფნის ამბავს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო ამ მიმდევრობით, რომ მოუყვეთ ეს აუცილებლად უნდა მოუყვეთ, იმიტომ რომ ეს დეტალები ძალიან აინტერესებს საზოგადოებას. ამაში მე დავწმუნდი იმ დროს, როდესაც გადამიყვანეს უკვე გლდანში. იმიტომ რომ თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ რაღაცა გაუგებრობა, ალბათ რაღაც ინფორმაცია არასწორად მიწოდებული და ცოტა ცინიკურად უყურებდი, ცინიკურად როგორ ახლა პირველივე დღეს რომ ადვოკატმა მითხრა რომ ესეთი ბრალდება გაქვს აღანებული და საქმეში ისეთი რაღაცეები დევს რომ თქვენ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, რომ ვეკითხებოდი რა დევს საქმეში, ამიხსენი რა არის გრიფით საიდუმლოა დევს საქმეს, ვერ აგიხსნი მაგას ესეერა თუ მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, მაგრამ სამართლებრივად ძალიან მძიმე მდგომარეობა არის. ესე მითხრა პირველივე დღეს ადვოკატმა. რაზეც მე განუცხადე, რომ ეს ვარ სრულად უდანაშაულო, ვაცხადებ შიმშილობას და არ ვეთანხმები არანაირ ბრალდებას, იმიტომ რომ იმდენად დარწმუნებული ვიყავით
არა მარტო ჩემს შესაძლებლობაში, არამედ ჩემი კოლეგებს, როდესაც შევიტყვე, რომ ყველა კოლეგები იყვნენ დაპატიმრებული ჩემი, ზუსტად დავაკავშირე ეს ყველაფერი 26 მაისთან, იმიტომ რომ 26 მაისს ნათია გედენიძის გარდა, რა თქმა უნდა, ყველანი ვიმყოფებოდით იმ მიტინგზე, სადაც მოხდა ყველაზე სასტიკი დარბევა, რომელიც შემდგომში მსოფლიოში შევიდა როგორც ყველაზე სასტიკი დარბევა. ზუსტად ეგეთი სათაური ქონდა ერთ-ერთ სტატიას, იმიტომ რომ უამრავი მიტინგები ყოველთვის იყო ესეთი სიტუაცია, რომ არბევდნენ, მაგრამ ესეთ მდგომარეობაში არ მომხდარა ჯერ არასდროს. ჩვენ გადავიღეთ ეს სურათები, გავაგზავნეთ უცხოურ პრესაში. ეს სურათები იყო გამოქვეყნებული New York Times-ში, Washington Post-ში, Chicago Tribune-ში, სხვადასხვა უცხოურ გამოცემებში, წამყვან გაზეთებში. როგორც ჩანს, ამან გამოიწვია გაღიზიანება მიხეილ სააკაშვილის ეს რამდენად რეალობაში შეესაბამება არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთმა კოლეგამ აბა სხვა რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი თუ არა 26 მაისს დადიოდა სხვადასხვა სახის ჭორები და უშუალოდ იქ რა თქმა უნდა დეტალებს ვერ მოვყვები ახლა, მაგრამ იყო საკმაოდ პიკანტური ჭორებიც ვერსიები საკავებასთან დაკავშირებით. ბათუმთან დაკავშირებით მე ნამდვილად არ ყოფილიყო და ახლა ეს ჭორების დონეზე ჭორად დარჩა, მაგრამ რეალურად მე ვფიქრობ, რომ მაინც იყო 26 მაისი. იმიტომ რომ მე ბათუმში არ ვიყო, არც ერთი ჩვენთაგანი არ იმყოფებოდა ბათუმში იმ პერიოდში, მე როგორც მახსოვს გედენიძე იყო ჩასული, მაგრამ რომ ჩამოვიდა იმ პერიოდისთვის აგვიყვანეს ჩვენ და დაგვაპატიმრეს, მაგრამ კერძო საუბარში ახლა გედენიძესთან ისე რომ საუბრობდით, არა მსგავსი რაღაცა, მე უფრო ვფიქრობ, რომ 26 მაისი, იმიტომ რომ იმ უცხოელმა რეპორტერმა მითხრა ესეთი რამ, რომ ბარამიძე იყო ევროკავშირში რაღაც შეხვედრაზეო, სადაც დაულაგეს ეს 26 მაისის ფოტოები, რბილად რომ ვთქვათ, უსაყვედურეს რა. და მე პრეზიდენტთან რომ მივიდა, პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ ყველა ვინც იყო იმ დღეს დააპატიმრეთ. შახა ევაზოვი იქნა პირველივე დღეს განთავისუფლებული. ახლა სხვადასხვა საუბრებია იმასთან დაკავშირებით, რა მიზეზი და როგორ და ყოველ შემთხვევაში ბრალი არ წაუყენებია მისთვის და არ დანაშაულად არ ცნოთ არაფერი, ჩვეულებრივად საპატიმრო და ანუ მოდული შენობიდან განთავისუფლდა დაგვტოვეს ჩვენ ქურციკიძე, ეპას ფოტორეპორტერი, მე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვეული სპეციალისტი ვიყავი და მუშაობდი გაზეთ ალია ქრონიკაში, ამასთანავე AP ამერიკელების საინფორმაციო სააგენტოს ტრინგერი ვიყავი და ნათია გედენიძე. თქვენ გქონდათ ძალიან მყარი პოზიცია, გია, ყველაზე მყარი პოზიცია თქვენს კოლეგებში, როდესაც დაჭერილი იყავით. დიდხანს არ აპირებდით აღიარებითი ჩვენების მიცემას, არ წყვეტდით შიმშილობას ასევე. რა მოხდა, რა იყო იმის მიზეზი, რომ თქვენ საბოლოოდ მაინც შეწყვეტეთ შიმშილობა და მიეცით აღიარებითი ჩვენება? როგორ მოხდა თქვენზე ზემოქმედება? ეს არის ალბათ მთავარი კითხვა. თავარი ის არის, რომ ეს გლდანის საპყრობილე თქვენ გადაგიყვანეს მოდულიდან შემდეგ გლდანში. მოდულიდან გლდანში გადაგვიყვანეს და მე ვიტყვი ერთ რამეს, არანაირი ფიზიკური შეხება ჩემზე, ან რაღაცა ძალადობის ან ცემა, რაღაც შეუნაწყობა ეგეთი არ ყოფილა. თუმცა იყო ფსიქოლოგიური და სიტყვიერი საუბრები. აი როგორი რა შინაარსის? პირველივე რამოდენიმე დღეში, ანუ გლდანში რომ მივედით, ჩვენ მე რომ შეგვიყვანეს გლდანის საპყრობილე, იქ უკვე იგრძნობოდა ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ამ პატიმრებს აი როგორც ნახით ისე ექცეოდნენ უკაცრავად ამ გამოთქვისის, მაგრამ ჩვენ როდესაც შეგვიყვანეს ეგრეთ წოდებულ კაფეზე სავით არის პატარა ოთახები, ახლა მე ზუსტად არ ვიცი ტერმინოლოგია რას უწოდებენ მაგას, მაგრამ აბიზიატნიკს ეძახიან, თქვა ზუსტად ჟარგონულად რომ ვთქვათ, პატიმრები ყოველ შემთხვევაში ეგრე არ ქმნებდნენ, მაგრამ ქურციკიძე და ჩემს მოპირდაპირ მხარეს და გვერდზე შევნიშნე ადამიანი, რომელსაც გალიიდან ხელები ჰქონდა გაყოფილი გარეთ და ხელბორკილები ედო. და სახეზე ჰქონდა გადაფარებული რაღაც შავი ნაჭერი. შეიძლება იმის გამო რომ ჩვენ ჟურნალისტები ვიყავით მაინც, იმიტომ რომ დავთხენ. ჩვენ როდესაც ოქმის შედგენა რო იყო, ჯერ ისე მოგმართავდნენ, მაგრამ მე როდესაც უთხარი რომ ალიას ჟურნალისტი ვარ და მაგის გამო ვარ დაპატიმრებული ჯაშუშობის ბრალდებით, ხო? ის პიროვნება რომელიც ამას ავსებდა, ის გავიდა, რაღაცა ესაუბრა ვიღაცას არ ვიცი, მაგრამ მოbrunდა უკვე სხვა ტონით და სხვა ინტონაციით მელაპარაკა, თავიდან ძალიან უხეში მიმართება იყო, მაგრამ შემდგომ შეიცვალა. ჩვენ არ ჩაგვიყვანეს კარანტინში.
карანტინი მე როგორც ვიცი პატიმრებიდან მონაყოლი და გადმოცებით ეს არის ერთი ოთახი სადაც დაახლოებით 15-10 ადამიანია და საწოლების რაოდენობაც არის რიგრიგობით ძინავთ წვერის პატიმრის წვერის მიხედვით და უკაცრავად სუნის მიხედვით ხვდებოდით ვინც ადიჯდა ანუ იყო კატეგორია პატიმრების რომელსაც არ აძლევდნენ არც აბაზანის არაფრის საშუალებას არ აძლევდნენ იყო პატიმრები რომლებიც ჩვეულებრივად საკნებში იყვნენ როგორც პატიმრები მაგრამ ვერ იტყვი ამას ყველა ბადრაგზე იმიტომ რომ იყო კატეგორია ადამიანების რომელიც ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო საბადრაგოსი და მუშაობდა ჩვეულებრივად და ექცეოდა პატიმარს როგორც პატიმარს და არა როგორც ცხოველს და ზედმეტ ძალადობას და ზედმეტ სიტყვას ვერ გაიგონებდნენ მაგრამ ეგ იყო მორიგეობით და ეტაპობრივად როგორ გაიწულეს რომ იგეცათ ჩვენება პირველ დღეს რამოდენიმე დღეში უпростоრად რომ მიმიყვანეს ციხის უფროსმა თქვენ აპირებდით ბოლომდე ბრძოლას მე რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს ისეთი მუხლი იყო რომ მე არანაირად არ ვეთანხმებოდი არანაირ ბრალდებას ქურციკიძესთან მაგ თემაზე ქონდა საუბარი როდესაც სასამართლო პროცესზე ვიყავით რომ ბოლომდე უნდა დავდგეთ ხო ბოლომდე უნდა გავიტანო ჩვენი სიმართლე ბოლომდე უნდა დავამტკიცო ჩვენი უდანაშაულობა თქო იმიტომ რომ მართლაც სასაცილო იყო ის ყველაფერი რა ბრალდებასაც ჩვენ გვიყენებდნენ ციხის ადმინისტრაციის უფროსმა რომ დავიმბარა თავის ოთახში ამიყვანეს უпростоრად საკნიდან ციხის უფროსმა მითხრა მაშინ რომ თქვენ აქედან ცოცხლები ვერ გახართ იმდენად ძიმე მუხლი არისო თქვენი ნუ ახლა მე რბილ ფორმებში ყვები ამას ყველაფერს იმიტომ რომ ტელემაყურებლისთვის და არ იყოს ესე უხეში ფორმით რა თქმა უნდა ჩვეულებრივად ნუ რაღაც ისეთი საუბარი იყო რომ აქედან ცოცხალი ვერცეთი ვერ გახვალთო იმიტომ რომ თქვენო ისეთი მუხლი გაქვთო დღესო ხო ხართო კარგ პირობებში ანუ ნორმალურ ხო არ უჩივი ხართო რამე პრობლემები ხო არა გაქვთო და ხო არ უცემი ხართ მითხარი არ ყოფილა ეგეთი რაღაც თუმცა ვიცი რომ ქურციკიძე იყო ნაცემი როდესაც მიიყვანეს მოდულის შენობაში და სუიციდის ცდილობაც ჰქონდა მაგას მე რომ გაერკვა უკვე ყველაფერი და ბუდანის ციხის უფროსმა ვითხრა რომ აი თქვენ რის გამო გონიათო დაგიჭირეს თუ არ ეთანხმებიო ამ ბრალდებას და მე ვთქარი 26 მაისიდან როგორ არ იყოლო დასაჭერიო ის ხალხიო ვინც იქ მიტინგზე იყვნენ ისინი ქვეყნის მტრები არიანო ყველანი რაზეც მე მაშინ უპასუხება თუ ამდენ ადამიანს აპატიმრებდით ედო ნინო ბუჯანაძეს ხალხო ნინოს ადო არ მოკიდეთ ხელით ხო ჩვეულებრივად აი რადგან ეს თავი და თავი ყველაფერი იყო მაგმოძრაობით ხო არა ნინოს არ მოკიდეთ ხალხო ნინოს არ მოკიდეთ ხელს იმიტომ რომ ის უნდა იყოს დაიშჩილიო მის გარშემო ვინც იქნება ყველას დავაპატიმრებთ და ის იქნება მარტო აი ესეთი სიტყვებით ვითხრა მე დამემშვიდობა ვითხრა ეს დღე დაიმახსოვრე კარგათო აი ეს მდგომარეობაო და ყველაფერს ნახავთ მომავალში როგორ იქნება შენი მდგომარეობა რამოდენიმე დღეში მე გავარკვიე მე რომ ვანომირ მერაბიშვილთან სანამ შეხვდებოდნენ ჟურნალისტებთან სანამ მოხდებოდა შეხვედრა ეხი გეგმებოდა ეს შეხვედრა ეს მოთხოვნა იყო დიახ საბადრაგოს უფროსმა შემიყვანა ოთახში კამერიდან საკნიდან გამომიყვანეს უпростоრად მივიყვანეს ერთ ოთახში ეს პირველ სართულზე ხდებოდა სადაც იყვნენ დაახლოებით 7-8 კაცი მაგათთან ერთად და ესე მომართა მე რომ შენახა რომ შიმშილობ მე ვთხარი კითხვა და რასთან დაკავშირებით რაღაც ცუდად გიქცევით აქ რამე შეურაცხყოფა მოგაყენეთ თუ რა არა მეთქი ჯერჯერობით ადმინისტრაციასთან მიმართებაში არანაირი საჩივარი არ მაქვს მაგრამ ბრალდებას არ ვეთანხმები და ხოლმე არ მაინტერესებს ეგ ამ შენ უნდა დამიწერო ხლა განცხადებაო რომ წვეთ შიმშილობას და მე რაც გინდა ის გააკეთებო თუ გინდა იშიმშილო თუ გინდა ნუიშინო როგორც გინდა ანუ ვანო მერაბიშვილს ჭირდებოდა ეს ჟურნალისტებისთვის როგორც ჩანს ვანო მერაბიშვილს ჭირდებოდა წარსადგენად ეგ ამბავი იმიტომ რომ ბრიფინგზე უთქვამს მე მახსოვს სარაკაზე გავრცელებული აუდიო ჩანაწერებით სადაც ვანო მერაბიშვილი ამბობს რომ აი ხომ მოიპოვა მან ეს ჩვენება ეს არის აღიარებით ჩვენებაზე საუბარი დიახ ამიგეთ მაგრამ ეს შიმშილობის შეწყვეტა და საბადრაგოს უფროსმა მითხრა მე რომ შენ თუ გონიო შენ ხელ შეგახებთ ახლა და მე დაიწყებ აქ ვირუსს რომ აიცემეს და რაღაცა თავის ქვეშემდგომებს უთხრა რომ ეს მაგასთან ერთად ვინც არის პატიმარი ისიც გამოიყვანეთ სხვა პატიმრებით გამოიყვანეთ და ახლა შენ გაყურებინებთ ის თუ რა მოუვათ მაგათ და მე შეგიყვან და შენ არ ჩიო უკვე მაგათთან თქვენ მართალებ და რა მოსდიოდათ ამ პატიმრებს კი ანუ ის კადრები რაც ჩვენ ვნახეთ რაც ხდებოდა გდანის ციხეში თქვენ იცოდით ამის შესახებ ამით გემუქრებოდნენ რომ ასე მოექცეოდნენ სხვა პატიმრებს არწმუნებულია რომ მაგას გულისხმობდნენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგ ყოველდღიურობა იყო
ან თქვენ არ გაგიკვირდათ, როდესაც ეს კადრები ნახეთ? დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი დიდი არ შეცვლილა მათ მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობა შეიცვალა. ძირითადი პრინციპი ამ სისტემის შენარჩუნებულია დღესაც. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ჯერ ელემენტარულად ყველაფერს ავერო დაანებო ამდენი ადამიანი სახელმწიფო არის დავნაშავე იმ პატიმრების მიმართ, რომ აი კადრებში რაც იხილა მოსახლეობა. პრეზიდენტს აზრადაც არ მოსვლია ის, რომ ან შეიწყალოს რომელიმე, ან გაუშვას, ან გადაიხედოს მათი საქმე. ამაზე სიტყვა არ დაძრულა არც ერთი სტრუქტურიდან, არც საპატიმროების ხელმძღვანელობიდან. ჩვეულებრივად აგრძელებენ როგორც ჯავდებულები, ისე მოხდას თავისაღი. კი, რაც შეეხება თვითონ აღიარებით ჩვენებას, გასაგებია რომ ამ მეთოდით გაიძულეს რომ დაგეწერათ ტექსტი, ვინ შეადგინა, როგორ დაგაზეპირებინეს. არა, ტექსტი საზოგადოებამ ნახა, როგორ კითხულობდით ამ ტექსტს თქვენ. მაგ ტექსტის დაზეპირებას ცოტა დრო ვინ შეადგინა ეს ტექსტი? გამზადებული მოგიტანეს? არა, გამზადებული არ მოუტანიათ, იყო საუბარი ესე კუდის თანამშრომლებთან, რომ საუბრობდი, მაგათმა მითხეს პირდაპირ, არანაირი პირადი ინტერესი თქვენი არა გვაქვს, თქვენო გაქვთ შანსი ახლა რომ გამოძო. მე თავდაპირველად მოვთხოვე ესეთი რამე, რომ 3 წელიწადი ნორმალურ პირობებში, ადამიანურ პირობებში, როგორც სხვა პატიმრები არიან, ვაღიარებ ბრალს და დავრჩებით, რადგან ვერ ხედავთ უკვე გამოსავალს, იმიტომ რომ კურსზე როდესაც პროკურორმა მითხრა რომ ქურციკიძემაც აღიარა, გედენიძემაც აღიარა, შენ შევე ბოლო ადამიანი და თუ არ აღიარებ და თუ დააგვიანებ აღიარების ჩვენებას, მე შენი აღიარების ჩვენება არავის არ გჭირდება, ამ საქმეს გრიფიც აიდულადებს, ყველაფერი ჩვენ ხელში არის, როგორც გვინდა ისე გავაკეთებთ და შენ თავს დააბრალე რაც მოგივა. შემდგომ ადვოკატებთან კონსულტაციები ეკა ბესელია მეუბნებოდა რომ არ დათანხმდე ამ პირობებს, ჯერ ისეთი მოგატყუებენ და არ გამოუშვებენო არ გამოუშვებენო საპატიმრო ხო ჩემზე საუბრობდა ეს მეც მეუბნებოდა მაგას რომ მე უთხარეს მე სხვა გამოსავალი არ მაქვს იცით რა არის იქ მოხვედრილი ადამიანი მე რო შუაღამისას კივილ-წივილი მესმოდა გვერდით კამერებიდან ვიღაცებს შეუვარდებოდნენ აი თანგლდანში ერთი კარი რო გაიღება ეხოდ გადის თელ ციხეზე ყველას ესვის და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ იქ ამ კადრების მიხედვით რა მდგომარეობა იქნებოდა ვიღაცების საქმეებში ფსიქოლოგიურად შენს თუ მდგომარეობაში ხარ მაგ დროს და ძალიან სხვაგვარად უყურებდი უკვე მე ვფიქრობდი რომ უნდა გავიტანოთ აქედან რამენაირად სიმართლე და არ აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ ჩემი საახლობლო სამეგობრო კოლეგები ყველა დარწმუნებული იყო და ყველა მიცოდა ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალები როდესაც გამოგიშვეს უკვე ანუ მიეცით აღიარებით ჩვენება და გამოგიშვეს რაიმე პირობა დაგიდეს რომ ეს დაუშვათ გაფრთხილება იყო ესეთი რომ არ იქნებოდით კონტროლის ქვეშ არანაირი კონტაქტი არ უნდა გქონოდა ჟურნალისტებთან და განსაკუთრებით უცხოელ ჟურნალისტებთან მე დავწუნდი ერთ ამის აი კიდევ ერთხელ ვამბობ ჩვენი გადარჩენის და სიცოცხლის ამბავი არის მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული რომ ჟურნალისტები როგორი ხანგრძლივობით გაატარებდნენ აქციას თუმცა იმ საბადრაგოს უფროსმა კი მითხრა რომ ცოტნე გამსახურდიას არანაკლები აქციები იყო მე რაო დაუმატეთ 3 წელიწადი კიდევ რა თუმცა იქ ჟურნალისტები არ იყვნენ იქ ჟურნალისტები არ იყვნენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში სისტემა იყო თვითონ ისეთი აწყობილი რომ პასუხის მომთხოვნიც არავინ არ იყო. ანუ რასაც უნდოდა იმას აკეთებდნენ ამ ციხეებში. რასაც დაავალებდა ერთი პიროვნება, როდესაც ერთ ქვეყანაში ერთი პიროვნება მოსამართლეც, პროკურორიც, გამომძიებელიც, ადვოკატიც, ჯალათიც და ყველაფერი სამართალზე და რა ეს ერთიანი ვერტიკალია გია, რადგან დღეს საუბარია იმაზე, რომ ამას ჩადიოდნენ ცალკეული პიროვნებები, მაგრამ მაგალითად პრეზიდენტი და დარწმუნებული ახლა ეს ისეთი საუბარია, უკაცრავად შეგაწყვეტინეთ, ეს ისეთი საუბარია ახლა სტალინი ნიზნალო რო იტყოდნენ ხოლმე ისტორიული არ ამგონია დარწმუნებული ვარ იმაში რომ ეს ვიდეოები ყველა არ იღებოდა ეს იყო ვინმესთვის და ვიღაცებისთვის საჩვენებლად ვინც უნდა დარწმუნებული იყო იმაში რომ ის ამოცანა სრულდება იმ ციხეებში ვინმე ამოიცანით გია ამ ვიდეოებში ციხის თანამშრომლებს გულისხმობ თქონდათ თქვენ მათთან შეხება როგორ არის საბადრაგოს უფროსი ერთ-ერთი ახლა ციხის უფროსი რამოდენიმე ბადრაგი კიდევ რომლებიც ხებულობდნენ მონაწილეობას თემაში პატიმრების თემაში მაგრამ რა ვიცი აი როგორ გითხართ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს ადამიანებში
ის მომენტი რომ პასუხისგებლობით უფრო უნდა მოეკიდონ, იმიტომ რომ ის მიუხედავად იმისა არ აქვს მნიშვნელობა რა ბრალდება უყურია იმ ადამიანს რა, ვისაც გულით აი ეს ჩანდაკიდევაც ცოტა უღელავდა კი არა გასაგები აბსოლუტურად თქვენი ემოცია პატიმრები რომლებსაც უწევს იქ მოხდა სასჯელის და ამბობს რომ მე მოვიხდი ოღონდ ნორმალურ და ადამიანურ პირობებში და ახლა არა ისე როგორც ცხოველები ვიდრე ექცეოდნენ და რას უკეთებდნენ გაუბედურებულ ადამიანებს ხო ნუ რა უნდა შეიძლება ვინმეს რამე უფრო მძიმე დანაშაული კონდეს მაგრამ ეს იმის უფლებას არ აძლევს ყოველ შემთხვევაში რომ ეგრე მოექცია და სახალხო დამცველი რა მონაწილეობას იღებდა თქვენთან დაკავშირებულ პროცესში სახალხო დამცველის წარმომადგენლები ხშირად მოდიოდნენ სხვათა შორის და მინდა გითხრათ რომ სულ ინფორმაციას ფლობდნენ რა ხდებოდა გლანის ციხეში ანუ მათ იცოდნენ აი ამ წამების ასეთი ფაქტების შესახებ დარწმუნებული ვარ ამაში რომ ყველაფერი შეიძლება მე არ მიმიქცევია ყურადღება მაგრამ სახალხო დამცველის გამოცვლებშიც ეწერა და ითქვა მაგრამ თუმცა სიტყვა წამება აღარ იხმარებოდა საქართველოში ხო იმიტომ რომ საქმეც მაგაშია რომ ყველაფერი დამოკიდებულიყო ერთ პიროვნებაზე ის როგორც იტყვა და ისე დაიწერებოდა ეს ყველაფერი სახალხო დამცველმა რაიმე როლი ითამაშა თქვენი მდგომარეობის შემსუბუქებაში ჩვენი გადარჩენის რა როლს თამაშობდა აი ამ სისტემაში ჩვენი გადარჩენის რასაც თქვენ უყურეთ სახალხო დამცველს რავი როგორ გითხრათ ახლა საპატიმროში შემოვიდა როცა აღიარე უკვე აღიარები ჩვენება და ერთი მეკითხებოდა თუღეში რომ მართლა ჯაშუშები ხართ თუ ნაცემი ხო არა ხართ მართლა ჯაშუშები ხართ და რატომ მეკითხებით მეთქი ახლა მით უმეტეს იმ ოთახში როდესაც იცის რომ ეს ოთახი ისმინება ვერც ერთი პატიმარი მე ვფიქრობ რომ აი კიდევ კარგი რო გამახსენე ერთადერთი ვისაც დღეს საპატიმროებს შეუძლია რომ უშველოს სადაც ვერ დამალავს ვერავინ და ვერაფერი ვერ და ეს არის წითელი ჯვარი. წითელი ჯვარი უნდა შევიდეს ყველა საპატიმროში. და უნდა გაესაუბროს ყველა პატიმრებს. მხოლოდ ერთი რამე უნდა იცოდენ აუცილებლად. ახლა მე გაზეთში წერია უფრო ყველა დეტალები, მაგრამ ყველა პატიმარი წითელმა ჯვარმა თხოვოს რომ ჯიბეები ამოიბრუნონ და ისე შევიდნენ და ისე დაელაპარაკონ. იმიტომ რომ მე ვიცი რაც ხდება იქ. რა ხდება? მე მაგალითად როდესაც შევდიოდი წითელ ჯვართან ერთ-ერთი საბადრაგოს წარმომადგენელი არ ვიცი ჯიბეში რაღაცა ჩამიგდო ხელები უკან მქონდა მე რო უთხარი რომ რა საჭიროა ეს საჭიროა წითელი ჯვარი არის შემოსულია და ისინი ხო იცი ჯაშუშები არიანო და არ უნდა გავიდესო აქედან არანაირი ინფორმაცია მე უთხარი ჩვენ ხო გვაქვს ჩამწერი ჩაკიდეს არ ვიცი რა ჩადეს და რა იმას იმიტომ მე რო ამოვედი ამოიღეოდა და არც შემიხედია რამე მაგრამ ეს ფსიქოლოგიურად ხო მოქმედა შეიძლება ბურთი ჩაგინონ პირობითად ან რაღაცა ნივთიან შეიძლება ჟუჩოკი მართლა ჩადეს მე არც დამიხედია იმ ნივთზე მაგრამ ეს იმდენად ძიმე არის შევთვის იქ რო შედიხარ წითელ ჯვარი იქნება თუ არ ვიცი ნებისმიერ წარმომადგენელს სასაუბროდ დაძაბული ხარ ვერ ესაუბრებია პატიმრები გულახდილები ვერ არიან აი დღეს ამ პერიოდში, როდესაც ტელეჟურნალისტები შევიდნენ, მანდ მიეცა პატიმრებს ყველაფრის სიმართლის თქმა, ანუ გამოტანა იმ ხმის, რაც ხდება იმ ჯოჯოხეთში, რომელიც არის გლდანში და არა მარტო გლდანში. რამდენად მნიშვნელოვანი იყო გია ჩემ ბოლო შეკითხვა ის იქნება სწორედ ის, რომ საჯარო გახდა ყველაფერი, რაც ციხეში ხდება და ამდენი წლის მანძილზე საზოგადოებამ ამის შესახებ არ იცოდა. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, ვინც თქვენი თვალით ნახეთ ეს ყველაფერი. საზოგადოება ამ ინფორმაციის შესახებ ყველაფერი იცოდა და ძალიან კარგად. ჩვენაც სამზარეულოში ყველა საუბრობდა ამ თემებზე, მაგრამ არასდროს არავის არ გამოუხატავს პროტესტი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა როდესაც ეს ინფორმაცია გაჟღერდა, ანუ დოკუმენტურად გაჟღერდა და აჩვენეს რეალურად რაც ხდება ამ ჯოჯოხეთში, აქედან გამომდინარე იძულებული იყო საზოგადოებაც, რომ გამოფხიზლებული იყო და სათანადო ყურადღება მიექცევა. თუ ამას მიატოვებენ, ეს იგივე გაგრძელდება. არაფერი არ შეიცვლება საპატიმროებში, იქნება იგივე სიტუაცია. ანუ საზოგადოების პროტესტია დღეს გადამწყვეტი? რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. კარგი. თავარ კითხვას გია აბდალაძე პასუხობდა რამდენიმე წუთში სოზარ სუბართან ერთად დავბრუნდებით. თავარ კითხვას სოზარ სუბარი უპასუხებს საღამოშტობის აბატონო სოზარ. მოგესალმებით და მე ვესალმებით მეცაურებს. გასული დღეღამის განმავლობაში 20-ზე მეტი აქტივისტი არის ქართული. გასული დღეღამი კი არა. ოცნების დაკავებული. შესანამ შემოვიდოდი უსმენდი და თან ხო ასაშინელებებს ყოფოდა აბდალაძე, მაგრამ გადიოდა გიანოდიას განცხადება. კინაღამ ტელევიზორი ჩავამსვლე. ესეთი არაკაცი როგორ უნდა იყო და რაღაცა კაცი ინტელექტზე და რაღაცა ზნეობრივ მეტრზე ქონდა ერთ დროს პრეტენზია. კომპრომატების ომში გადაიზარდა წინა საარჩევნო რაზე ლაპარაკობს. ერთის მხრივ არის უსაშინლესი კადრები, რას აკეთებდა ხელისუფლება.
რასაც როგორ აუპატიურებდა მთელ ერს ფაქტობრივად და მეორე მხარეს არის რომ რაღაცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამონტაჟებული რაღაც კადრები, სადაც ორი მათ მიერ შემოგზავნილი შპიონი ლაპარაკობს იმაზე, რომ მესამე ქართული ოცნების წარმომადგენელი თურმე რაღაცა დავალებებს როგორ აძლევს, ხო? და კომპრომატების ომზე ლაპარაკობს, რაღაც სინდისი ხომ და კონდეს, და ნამუსი ხომ და კონდეს, რა სტუდენტებს ასწავლე და ბოლო-ბოლო არ ვიცი ახლა ასწავლებს, რაღაც ხომ და შევიდეს რა ლექციაზე, რაღაც საზოგადოებაში ხომ გაიხედოს, გამოიხედოს, ვიღაცას თვალი ხომ და გაუწორ, არც ხანი ამ ადამიანს მართლა. ორი წიგნი ხო აქვს წაკითხული ამას, რაღაცა პლატონსკის ხულობდა და ჰეგელს ერთ დროს მე მგონი და რა დაემართა, ნუ ხო შეიძლება ესე დაკარგო კაცო ნამუსი. გარდა იმისა, გარდა იმ კადრებისა, რაც დღეს გაავრცელა ხელისუფლებამ, დააკავეს თქვენი აქტივისტები, ბატონო ზაზარ, 20-ზე მეტია, მე მგონი ბოდიში 47 არის დაკავებული. არ მე ბოლო 2 დღის მანძილზე ვამბობ, თორე და არასაერთოდ. კი, ბოლო 3 დღის მიზანი რა არის? კითხვას დავსვა უბრალოდ. რა არის მიზანი? ერთი კვირით ადრე ხდება ეს არჩევნებამდე, აშინებენ ამით ოპოზიციას, უნდათ რომ კოალიცია დაასუსტონ, თუ უბრალოდ აქვთ მიზანი, რომ პროვოცირება მოხდეს სიტუაციის და ქუჩაში გაიყვანონ ქართული ოცნება. რატომ დაიწყო ესეთი მოქმედებები თქვენ საწინააღმდეგო ხელისუფლებამ? სანამ ეს ყველაფერი და სანამ ამას დაიწყებდა, მანამდე მე გავაკეთე განცხადება, რომ მქონდა აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია, რომ უნდა დაეწყოთ დაკავება ყველა რაიონში ჩვენი აქტივისტები, თავარი ესეთი ძარღვი ვინც არის, თქვათ რომელიმე კონკრეტულ რაიონში, მაგალითად მესტიაში როგორც მოხდა, კახა ჟორჟოლიანი დააკავეს, რომელიც იყო შტაბის უფროსი, ცენტრა, ისა რაიონულ საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩვენი წარმომადგენელიც და ადამიანი, რომელსაც პატივს ემო. ხო, ეგეთი ადამიანები ყველგან უნდა დაეჭიროთ, რომ დავეტოვებინათ აი ამ ზარღვის გარეშე, მაგრამ ხა ჩვენი დამარცხება თუ უნდა მთელი ქართული ხალხი უნდა დაეჭირონ და ვერ დაეჭირა, ხო? შემდეგ აი ამ საშინელებების შემდეგ რაც გამოქვეყნდა, ნუ ცხადია რომ ამ გეგმამ დაკარგა აზრი, თუმცა მე მაინც გავაკეთე პრევენციული განცხადება, რომ ვიცი ხელისუფლების გეგმის შესახებ. ეხლა რა მიზანი აქვს ვერ ხვდები გითხრათ სიმართლე, იმიტომ რომ ამით ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ, ვერ დაგვასუსტებენ. ერთადერთი რას ვფიქრობ, ვთქვათ ეხლა რა ვიცი, ბოლნიში დაიკავეთ ჭირეს 3 ადამიანი, წეგან მირეკავდნენ რომ კიდე დაიჭირეს გორში 2 ადამიანი. ანუ ამან მიიღეს ეს პერმანენტული ხასიათი. მე მგონი თავისიანებს უმტკიცებენ, რომ არა კაცო, ჩვენ კი არ დავსუსტებული ვარ, ჩვენ არ გვაინტერესებს რა რეპს ჩავდიოდით და აუპატიურება მკვლელობები. ჩვენ ისევ ისეთები ვართ, ვინც ჩვენს ხარეს არის და ხო 10 ადამიანი კი დავიჭირეთ, მაგრამ არავის არ დავსჭირთ, ვინც ჩვენიანია. ისევ რა გვარია თავარი მწამებელი რო იყო, მეგის კარდავა, ისევ თავის თანამდებობაზე დარჩება, არ მოხსნით ხელს არ ვახლებთ, არ გვაინტერესებს არც საზოგადოების აზრი, არც საერთაშორისო საზოგადოების აზრი, ისევ მიდი მიაწექით, ყველაფერი კარგად იქნება. აი თავისიანებს უმტკიცებენ, რომ თითქოს არ დასუსტებულან და თითქოს საერთოდ არაფერი არ შეცვლილა. სხვა აზრს ვერ ხედავ, მეორე აზრი შეიძლება იყოს ისევ პატარ-პატარა შეტაკებების გამოწვევა, რომ შემდეგ რაღაცისკენ გადაზარდონ, მაგრამ არ მაინტერესებს, არაფერი შეიძლება გადაიზრდება, სულ არ მაინტერესებს მათ ავატყოფ ტვინებში რა ტრიალებს. ძალიან სასაცილოა მათი განცხადებები, ახლა გუშინ გამოვიდა ჩიორა თაქთაქიშვილი ჩაუტარებია პრესკონფერენცია, რომ სპიკერი ნაციონალური მოძრაობის და დაახლოებით ეგეთი რამე, რომ გამოვიდა ლუკა კურტანიძე და ვიღაცას კინაღამ შეუღრინა რა, ნუ და თვითონ ესე იგი გორში კადრები ნახეთ ალბათ ხო, როგორც ცემეს ჩვენი წარმომადგენლები თავს დაესხნენ, თქვათ, მაშინ კასპში, ყვარელში მოხდა იგივე ამბავი, ბოლნიში მოხდა იგივე ამბავი, დაჭერები, ცემები თავი ჩაუტეხეს ნინო წმინდაში ჩვენ ერთ წარმომადგენელს ვიცით ვინ ჩაუტეხა არ იჭერენ ცოცხალი თავით, მაგრამ რა ერთ კვირაში ხო ყველა აგებს პასუხს, ყველა დამნაშავე, ასე რომ ტყუილა ცდილობენ ამითი რაღაცა ვიღაცა დააჯერონ, რომ მათ ჯერ კიდევ რამე შეუძლია. ბატონო ზაზა, რა იმ ფაქტებთან დაკავშირებით თუ მიმართეთ ადგილობრივ ან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, EUTHOS მაგალითად, რომლის აზრიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ევრაზიანეტმა გაავრცელა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თომას მელიას განცხადება, რომელიც პირდაპირ ამბობს, შეერთებული შტატები თავს შეიკავებს და არ განაცხადებს, იყო თუ არა ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მანამდე, სანამ EUTHO არ წარმოადგენს თავის შეფასებებს. ანუ EUTHO არის მთავარი ორგანიზაცია, შეიძლება ითქვას ამ არჩევნებთან დაკავშირებით. მათ თუ იციან ამ ფაქტების შესახებ დეტალები? ბუნებრივია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ვუგზავნით ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაციას, თუმცა ზოგჯერ მართლა იმდენი ინფორმაცია მოდის დღის განმავლობაში, რომ შეიძლება რაღაცა გამოგრჩეს კიდევაც რაღაცას გაგზავნა, იმდენი დარღვევა ყოველწლიურად ვუგზავნით ყველაფერს. ნუ აი ამ ბოლო 2 დღის დაჭერების შესახებ ვაცნობთ. კომისიასაც, უწყებათა შორის კომისიას სამართლიანი არჩევნებისთვის, თუმცა ძალიან ხშირად მათი, კი არა უმეტესად მათი რეაგირებები არ არის ადეკვატური. კი, ძალიან ხშირ შემთხვევაში რეაგირება არის საკმაოდ სწრაფი, ეფექტური ზოგჯერ, მაგალითად ეს აჯარიმებდნენ ჩვენს
წევრებს რუსთავში, იმიტომ რომ ბოძებზე აკრავდნენ მათ რა ქვია, საარჩევნო სააგიტაციო მასალებს და ამის გამო მათ დაჯარიმება სასამართლოში იყვნენ დაბარებულები, არადა სწორედ ბოკერიას კომისიის მიერ გავრცელდა რეკომენდაცია, რომ ეს ნებადართულია, ამის შემდეგ განხორციელდა ზარი და თქვათ ამ შემთხვევაში ეს ბიჭები გათავისუფლდნენ, საერთოდ უკან გაიწვია მერიამ თავისი მოთხოვნა. ესეთი რამები ხდება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს კომისია არის აბსოლუტურად არაეფექტური, აი მაგალითად ისევ და ისევ როდესაც ჩვენ წარმოადგენლებს ქვა ჩაარტყეს თავში და უმძიმესი ტრაუმებით წევს ხუდუშაურში, ნინო წმინდაში, ეს გააკეთეს იქაური ნაციონალების მაჟორიტარი კანდიდატის უახლოეს ნათესაურმა, ენზელ ქოიანის ნათესაურმა, ეს ადამიანები არ არიან დაკავებულნი. რა ქვია ახლა ამას? მაშინ როცა ჩვენ წარმოადგენთ მაგრამ მეუთოსაც არ ექნება ამაზე რეაქცია? განსაკუთრებით მაშინ როცა არჩევნების შედეგების აღიარება არ აღიარებასთან ექნება და რეაქცია დღესაც აქვს და დარწმუნებული ვარ ეს აი ორი დღე შეიძლება კიდე გაგრძელდეს ამას უბრალოდ იმდენი ფაქტი დაგროვდა რომ ამას მოხდება უმკაცრეს საერთაშორისო შეფასებები და რეაგირები 47 დაპატიმრება წარმოგიდგენიათ თქვენ 3 დღის განმავლობაში და კიდევ ძალიან ბევრი სამართალდარღვევა, როგორც არის დაჯარიმებები, როგორც არის ცემები, როგორც არის თქვა კომისიის წევრებისთვის რაღაცა პრობლემების შექმნები და ეხლა მესტიაში რაც მოხდა, იმას საერთოდ ყველაფერს გადააჭარბა. არმია გამოიყვანეს მოქალაქეების წინააღმდეგ. იმის გამო, რომ მოქალაქეები აპროტესტებდნენ, თქვა ამ შემთხვევაში კახა ჟორჟოლიანის გადაყვანას ზუგდიდის სასამართლოში. ჩაატარეთ ახო მოწმეები ვართ, ათეულობით მოწმე იყო, რომლებიც დაადასტურებდნენ ჟორჟოლიანის უდანაშაულობას. ისინი აპროტესტებდნენ და პოლიცია კი არ გამოიყვანეს. არმია გამოიყვანეს, თავდაცვის სამინისტროს ნაწილები გამოიყვანეს მოსახლეობის წინააღმდეგ. იმ ბიჭებს რცხონოდათ ხელს იფარებდნენ, სხვათაშორის თავიანთ გვარებზე რომ რაღაცნაირად და სახეზე იფარებდნენ ხელს. და როდესაც მე ამაზე უწყებათა შორის კომისიას მივმართე, მათი პასუხი იყო, რომ არა, აქ არმია კი არ იყო გამოყვანილი იყო სასაზღვრო ნაწილები. სასაზღვრო შინაგან განსაკუთრებით სამინისტროს შემადგენლობაშია, მაგრამ სასაზღვროა რუსეთის საზღვარს უნდა იცავდნენ სვანეთში განლაგებული მესაზღვროები და არა მოქალაქეების წინააღმდეგ გამოდიოდნენ და მაგრამ ჩვენ როცა დავაზუსტეთ, გადაღებულია ყველანაირი კადრი არსებობს, ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს იყო არმია, თავდაცვის სამინისტროს შენაერთები გამოიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეების და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ბატონო, რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ ქართული ოცნების წევრები, რომ მოისყიდონ პოლიციის თანამშრომლები და რომელი იყო ქართული ოცნების წევრი? აი გმუნდა გკითხოთ სწორედ. დაკავებულები არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე. ბიზნეევანიშვილმა თქვა, რომ ეს კადრები არის ფალსიფიცირებული. არიან თუ არ არიან ეს ფირზე ნაჩვენები ადამიანები კოალიციის წევრები? მე მათ არ ვიცნობ, ვისაც ვკითხე კოალიციაში არავინ არ იცნობს, თუმცა მე წინასწარ რაც ინფორმაცია მომაწოდეს სახელმწიფო სტრუქტურებიდან, იყო ესეთი, რომ განზრახულია, რომ ქართულ ოცნებაში შემოაგზავნონ ძალიან ბევრი აგენტი, თანამშრომელი, რომლებიც შემდეგ ესეთ ჩანაწერებს გააკეთებენ, გაითამაშებენ. ანუ მოდის წერს განცხადებას, რომ მივიღეთ, ეხლა მიღებული არ არის სინამდვილეში, მაგრამ რაღაცა განცხადება დაწერა, რაღაც აქტივობა გააკეთა. ეხლა კარები ღიაა ჩვენი, ხო, ყველასთვის ეხლა კგბ ჩვენ არა ვართ და რა ქვია, შტაზი რო ეხლა გადავამოწმოთ ყველას დოსიე, ვინ რა არის და ნუ შემდეგ აკეთებს ესეთ ჩანაწერებს. იქ ეთყობოდათ ამ ადამიანებს, ვინც საუბრობდნენ ეხლა ძირითად ჩანაწერებში, რომ იქ ეკულუსობდნენ პირდაპირ კამერის წინაბე ერთი კარგად ეხლა როგორ კარგად ჩანვარ თუ არა დაახლოებით ეგეთი და ხმას ამოწევ იწმინდავდნენ ხმას ლამის, რომ კარგად ყოფილიყო მათი ხმა გაგონილი განსაკუთრებით როცა რომელიმე რეალური წევრის გვარი უნდა დაესახელებინათ, რომ აი იმასთან შეთანხმებულია, იმას ხო ესეთ რა თანამდებობა ექნება, იმან დამავალა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან აი ალეკო ტაბატაძეზე რა სიტყვით ბატონო რამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციელების მოსყიდვის საქმეში მოხსენიებული ალეკო ტაბატაძე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკობარიკა იყო და სოსვალოვიძის მარჯვენა ხელიო, რომელიც მთლიანად აკონტროლებდა ნარკოტიკებს თბილისში. პრეზიდენტის განცხადება ის არის რატომ არზის მაშინ ეს ადამიანი ციხეში? ის არის საარჩევნო სიაში. ის არის საარჩევნო სიაში, ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი. ის მე რამდენადაც ვიცი, ახლა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სწორედ მიხეილ სააკაშვილის პერიოდში მუშაობდა და შემდეგ თვითონ დატოვა სახელმწიფო სამსახური და ეს ადამიანი ხვალ აპირებს უჩივლოს მიხეილ სააკაშვილს პატივისა და ღირსების შელახვის გამო, იმიტომ რომ ის რაც პრეზიდენტმა გააკეთა არის სიცრუე
არის დემაგოგია, არის უდანაშაულობის პრეზუმფციის შელახვა და პრეზიდენტი, რომელსაც არ აქვს არანაირი ფაქტი და არანაირი მტკიცებულება, ესე იგონებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იმას რა ქვია, ფალსიფიკაციას აკეთებს რეალობის, ხო? იმ ადამიანს არ აქვს უფლება, მორალური უფლება იყოს ამ ქვეყნის პრეზიდენტი. იურიდიული უფლება რო არ აქვს, ეს ვიცით, უნდა გადამდგარიყო, თუნდაც აი მის მერე რა სისტემაც მან შექმნა ციხეში. უნდა გადადგეს თუნდაც ამის გამო, რასაც ის ლაპარაკობს დაბატაძებთან დაკავშირებით, რასაც ის ლაპარაკობს თამაზაშვილთან დაკავშირებით. რა იყო, რას გავდა ჯერ ის დეზინფორმაცია, რომელიც მოიგონეს თამაზაშვილთან დაკავშირებით, ხო? გაიგეს, რომ ვიღაცა თურმე გადაღებული აქვს, რასაც აკეთებდნენ ციხეში, გადაღებული უბრალოდ მათი გადაღებულია, მაგრამ გატანილი აქვს საზღვარის გარეთ და გადაწყვეტეს თამაზაშვილისთვის დაებრალებიან. არ ცხონიათ ამის შემოქმედებს და ამის შემდეგ პრეზიდენტი ხმას როგორ იგებს, გვარს თამაზაშვილს როგორ ახსენებს და ან იგივე ტაბატაძეს როგორ ახსენებს, ხო? ტაბატაძე ამ შემთხვევაში არის ადამიანი, რომელსაც ძალიან სერიოზული როლი აკისრია კოალიციაში, ეს და მისი როლი ამოიწურა მის განისაზღვრება არა იმითი, რასაც აბრალებენ, არამედ სწორედ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებით, რომ ვერ გაგვიყალბოს სააკაშვილმა არჩევნები. ესე კაცი, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს და სააკაშვილი მეორე მხარეს, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ როგორ გაგვიყალბონ არჩევნები, როგორ დაგვიმშინონ დამკვირვებლები, როგორ არ მოგცემ უფლება და მისცენ საზოგადოებას, რომ გადაღებები არ იყოს იმაში უბნებში, რომ რამენაირად იქ მანიპულაციები გააკეთონ და ეგორი რამე დგას ხარ სპინაზე, ხო? სასწორის სპინაზე ერთხელ გამყალბებელი, მატყუარა, წამებელი ადამიანებს რო აუპატიურებენ ის ხელისუფლება, თავის გოგორიშვილებით, თავის ახალაიებით და მეორე მხარეს დგას ქართული ოცნება ქართულ საზოგადოებასთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ ერთხელ მაინც ჩაგატარებინებთ, გაიზულებთ, რომ სამართლიანი არჩევნები, გაუყალბებელი არჩევნები ჩაატაროთ. აი ეგ არის რეალობა. ბატონო სოზარ, რამდენიმე დღე ანონსებდნენ, ერთი მხრივ მიხეილ სააკაშვილი, მეორე მხრივ ივანე მერაბიშვილი, იმას რომ უნდა გამოექვეყნებინათ გარკვეული კომპრომატები. დღეს რაც იყო, ეს არის მაქსიმუმი, როგორ ფიქრობ, თუ გაგრძელდება კიდევ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ვიდეო მასალის ჩვენება საზოგადოებისთვის? მე რაც ინფორმაცია მქონდა წინასწარ, იყო გაცილებით სერიოზული რამ, ეს იყო კომპრომატები იმაზე, კომპრომატების შეთხსული, რა თქმა უნდა, თუ როგორ ვაპირებდით სახელმწიფო გადატრიალებას, როგორ ქონდა თბილისში დასაწყობებული დაახლოებით 20 საწყობი იარაღის, მაგრამ მოგაწოდეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ გადაღებული არის ხოთაშვილის ეს კადრებიც, პირადად ბაჩო ახალაიას მონაწილეობა ამ საწყობების შექმნაში, არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, როცა დრომოვა, ამაზე ჩვენებებიც მისცენ, შესაბამისად ეს გეგმა ჩაეშალათ, ეს გეგმა წინასწარ, ეს განზრახვა ჩვენ წინასწარ გამოვაქვეყნეთ, როგორც ჩანს ამის შემდეგ იძულებული გახდნენ რაღაცა ესეთი მდარე ხარისხის ნაწარმოებები ბრჭყალებში შემოეთავაზებინათ. ალბათ რაღაცას კიდევ გააკეთებენ, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ისევ და ისევ ფალსიფიკაცია, ან როგორც ხდებოდა ხოლმე თქვათ პატრი პატარკაციშვილის შემთხვევაში, როდესაც 3 საათიანი ჩანაწერი ისე დაამონტაჟეს, რომ ავიცი ქართულ საზოგადოება შოკში ჩავარდა, რომ თურმე ეს ვინ ყოფილა და მე აღმოჩნდა, რომ იქ სადაც ლაპარაკია, რომ მეჯერ სროლა არ დამიწყია, ლაპარაკია, რომ ტელეიმედს ჯერ არ დაუწყია, თქვათ აი ამ კომპრომატების ომში ჩართვა და მაშინ როცა მას თაობებს ასხამენ, ის სხვანაირად იქცევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ დამონტაჟებული იყო იქ ისეთნაირად, რომ შოკში ჩაიგდო მთელი ქართული საზოგადოება. ანუ ფიქრობ, რომ შეიძლება სატელეფონო ჩანაწერებიც მოვისმინოთ? შეიძლება იყოს სატელეფონო ჩანაწერებიც დამონტაჟებული, გადამონტაჟებული, რა მნიშვნელობა აქვს? მაია ფანჯიკიძე ილაპარაკა ბატონო სოზარ კიდევ ერთ გეგმაზე ხელისუფლების, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ჩამოყვანილია დაახლოებით 10-მდე ბოევიკი და სავარაუდოდ ხელისუფლებას აქვს გეგმა, რომ ბოევიკთა ჯგუფი დააკავშიროს ქართულ ოცნებასთან. კონკრეტულად თუ შეიძლება რომ ისაუბროთ ამ გეგმის შესახებ, ან ვინ არიან ეს ბოევიკები, ან როგორ უნდა მოხდეს მათი დაკავშირება კოალიციასთან? ამაზე მართლა ძალიან გამიჭირდება საუბარი, თუმცა დღეს მე ვთქვათ, ჩვენთან იყო გარკვეული ინფორმაცია, სადაც ქართველ ბოევიკებზეც იყო ლაპარაკი, რომლებსაც ვთქვათ, ბაზაც კი გვითხრეს, სად არიან თავშეფარებული და რომლებსაც რაღაც გეგმები აქვთ, თუმცა ისიც ითქვა, რომ თუ კი თავდაპირველად იყო გეგმა, რომ ეს თბილისში მომხდარიყო რაღაცა ბოევიკების გამოჩენა, რაღაც არეულობები, ეხლა ხედავენ, რომ თბილისში იმდენად ჩაუვარდათ ეს გეგმა და იმდენად მცირეა მათ მიმართ მხარდაჭერა, რომ ეხლა ცდილობენ რომელიმე რეგიონში გაითამაშონ ეს სპექტაკლი, მაგრამ სპექტაკლი ყოველთვის სპექტაკლია, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ ზოგჯერ ეს სპექტაკლები
ძალიან ამ სპექტაკლებს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე მიაქვს და ძალიან სისხლიანი სპექტაკლებია ხოლმე. მაგალითად გავიხსენოთ თუნდაც რაც მოხდა რამდენიმე კვირის წინ ახმეტაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები იქნენ ჩახოცილი საქართველოს სპეციალური სამსახურების თუ რაღაც სახელმწიფო უწყებების მიერ არ ვიცი ისინი რას აკეთებდნენ იქ, რატო იყვნენ იქ, მაგრამ ძალიან სერიოზული ეჭვები გამოითქვა იმასთან შედარებით, რომ ეს ყველაფერი იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რაღაც სხვა გეგმის ნაწილი, ის შემდეგაც უცებ გადაწყვიტეს ეს ადამიანები შეიძლება ეს გეგმაც კავშირში იყო აი წინა საარჩევნო პერიოდთან ან თუნდაც ქართულ ოცნებასთან? რადგან აქაც ბოევიკების თემა ფიგურირებს დღევანდელ ვერსიაში, რაც მაიხანჯიკიძემ ლაპარაკა. გაცემა და ზოგადად მე ძალიან ვერიდები რაღაც ვერსიების ლაპარაკს, არ განვეკუთვნები იმ ადამიანთა რაოდენობას, რომელსაც შეუძლიათ ისეთი ძალიან ფანტაზია მიაშველონ ხოლმე ასეთ დროს მე მირჩევნია ვილაპარაკო მშრალ ფაქტებზე, სადაც ფაქტია იქ ვამბობ. ბატონო, რაც შეეხება აქციებს, რომელიც მიმდინარეობს აი ახლა ამ წუთებში თბილისის ქუჩებში, ეს არის მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი და ახალგაზრდობაა გამოსული ქუჩაში სტუდენტები. ქართული ოცნების პოზიცია როგორია ამ ქუჩის პროტესტთან დაკავშირებით? ზოგადად მუდმივად ცდილობენ ისეთი წარმოდგენა შექმნან, თითქოს ქუჩის პროტესტი ეს არის რაღაცა საშინელება. თუნდაც დემოკრატიის ერთ-ერთი აი შემადგენელი ნაწილი სისხლძარღვი და ის ხელისუფლება იქნება თუ ექსპერტები ეგრეთ წოდებული კარგად ვასიკო მალაფერძეს უყურს, მაგრამ კარგად დაფინანსებული ექსპერტები, რომლებიც თქვათ გამოდიან და ამბობენ, რომ რაღაც ქუჩის აქციებისგან რაღაც საფრთხის შექმნას ცდილობენ, ისინი ძალიან შორს არიან დემოკრატიისგან, ძალიან შორს არიან დასავლური ღირებულებებისგან და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გაგებისგან. ეს არის ადამიანის პოზიციის გამოხატვის ერთ-ერთი გზა, ეს იქნება პროტესტი, ეს იქნება სიხარული თუ ეს იქნება ნებისმიერი. შესაბამისად ეს არის ძალიან კარგი, რომ საზოგადოება იბრძვის თავისი უფლებებისათვის. მე წარმომიდგენია ამის მეათედი ფაქტები, რომ გამოქვეყნებულიყო რომელიმე ქვეყანაში რა მოხყვებოდა ამას მოხყვებოდა არა თქვათ 10,000-იანი თუ 50,000-იანი, არამედ 100,000-იანი და მილიონიანი მანიფესტაციები, რომლებიც შეიძლება გადაზრდილიყო ძალიან მძვინვარე იმაში ძალიან საზოგადოების ძალიან გამძვინვარებაში და ძალიან სერიოზულ დარბევებში, რაც საქართველოში არ ხდება არასდროს. აქ ერთადერთი ვინც არბევს, ეს არის ხელისუფლება. ბატონო სუზარ, გადაიზარდოს, რადგან დღეს სწორედ აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ რამენაირად არჩევნები გადადონ, გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა და გადაწიონ არჩევნები. ეს ბუნებრივი არ შედის კოალიციის გეგმებში. რას აპირებთ ამ შემთხვევაში? ვერ გააკეთებს ამას ხელისუფლება ჯერ ერთი, იმიტომ რომ მე რასაც ვუყურებ საზოგადოებრივი მოძრაობა ძალიან კარგად იცის, ძალიან კარგად აქვს შემოშობილი გეგმა და ძალიან კარგად იცის ნაბიჯ რა უნდა გააკეთოს, ისინი არ გადადიან არანაირ საზღვარს, შესაბამისად მე ნამდვილად არ ვალოდები, რომ ისინი მაინც ამ ხვალანზე აბობუქდებიან და რაღაც სასწაულს იზამენ. ესენი არიან უმრავლესობა სტუდენტები, მათი პედაგოგები, ლექტორები, განათლებული ადამიანები, ნაღები საზოგადოების შეიძლება ითქვას. მათი პროტესტი არის ძალიან სამართლიანი და ძალიან ზუსტი და ეს პროტესტი თავის სიტყვას იტყვის პირველში. არჩევნები ვერანაირ საგანგებო მდგომარეობას ხელისუფლება ვერ გამოაცხადებს, ამას ჯერჯერობით მორალური რესურსიც სჭირდება, რაც მას არ აქვს. მეორეც არჩევნების გამოცხადება სჭირდება პარლამენტის თანხმობა და ძალიან მაინტერესებს სად შეიკრიბება პარლამენტი. ორივე კვირის წინ მასტქერისთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ფიზიკურად ვერ შევიკრიბებით, იმიტომ რომ დავანგრიეთ პარლამენტში და მეორე ჯერ არ აგვიშენებია და ჯერ არ გაგვიხსნიაო და ეხლა სად შეიკრიბებიან ძალიან მაინტერესებს, რა ვქვია, მერვე საყრობილეში. ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. თავარ კითხვას სოზარ სუბარი პასუხობდა, რამდენიმე წუთში რატია მაღლობელთან ერთად დავბრუნდებით. რატია მაღლობელი პასუხობს მთავარ კითხვას საღამოშტობისა რატი? მოგესალმებით. არაერთხელ იყო ძალადობის პრეცედენტები ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაზე. თუნდაც 26 მაისს გავახსენებ, რომელიც ყველაზე ახლოს არის დროში. სადაც ჩვენს თვალწინ დავინახეთ, როგორ დაყარეს მიწაზე ადამიანები ხელბორკილებით, როგორ ურტყავდნენ მათ,
პატარა ბავშვს როგორც ცემდნენ, რომლის აღმოჩენაც ვერ მოახერხა ვერავინ მას შემდეგ. მე მახსოვს Facebook-ზე გავრცელებული ერთ-ერთი მონაწილის წერილი, რომელიც ყვებოდა როგორ ექცეოდნენ 26 მაისს დარბეულ ადამიანებს, დაახლოებით იგივე ამბებს ყვებოდა, რაც შემდეგ ჩვენ გვდანის ციხის გავრცელებულ კადრებში ვიხილეთ. რატომ არ იყო ასეთი პროტესტი საზოგადოების მხრიდან? რა შეიცვალა დღეს? ეკა თუ გახსოვს, იყო ყისიერი პროტესტი, რომელმაც დაახლოებით 20,000-მდე ადამიანი შეკრიბა Facebook-მა შეკრიბა, თუ გახსოვთ მეორე დღეს და როგორც ჩანს ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ხელისუფლება გაბრაზდა ჩვენზე. როდესაც ეს აქცია ჩავატარეთ, სამოქალაქო საზოგადოება გამოვიდა და არაერთი წერილი დაიწერა, სადაც ჩვენ ვილანძღებოდით, ვინათლებოდით რაღაც ინფანტილურ ადამიანებად, ინფანტილურ მოქალაქეებად, რომლებიც ვერაცნობიერებენ სახელმწიფოს რაობას. როგორც ჩანს, ამ პროტესტმა, რომელიც უნდა ყოფილიყო გაკვეთილი, გამოიწვია უფრო მეტი ზიზღი, უფრო მეტი გაღიზიანება საკუთარი მოქალაქეებისადმი, ხო? და ხელისუფლების მხრიდან, ბუნებრივია. და საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო იმის კვალობაზე ეს საპროტესტო აქცია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ორგანიზებული იყო სოციალური ქსელით და მეორე დღესვე მოხდა ეს. მაგრამ არ იყო ეს საკმარისი, მაგრამ თუ ხელისუფლებას არ გაგრძელდა ეს დაავიწყდა თითქოს საზოგადოებას. ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა ეს არის მოკლე მეხსიერება. რაღაცნაირად უნდა გაიფართოვოს ქართულმა საზოგადოებამ თავისი მეხსიერება და მე მგონი ეს პროცესი მტკივნეულად, მაგრამ ნელ-ნელა მიდის. ახლა რატომ იყო ეს პროტესტიც უფრო მწვავე და პროტესტი გრძელდება, ეს ყოფილი ხდება არჩევნების საარჩევნო პერიოდის მიწურულს. ყველანაირი მაღალფარდოვნების გარეშე რაღაც ეპოქა არის ასეთი ურწმუნო თომასი, ხომ, სანამ ჭრილობაში არ ჩააყოფ თითს და ხელს და საკუთარი თვალით არ დაინახავ. მანამდე საერთო ზოგადი სურათის შექმნა საკუთარი აზროვნებით, წარმოსახვით, ლოგიკური, ასე ვთქვათ, ოპერაციებით უფრო რთულდება. ამას ერთეულები აკეთებდნენ და უამრავი ადამიანი აკეთებდა ერთეულებს, ვერ ვიტყვი, მაგრამ ტოტალური ეს მასობრივი ხასიათის არ იყო ეს პროტესტი, მაგრამ იყო. ჩვენ ამას ნუ დავივიწყებთ, რომ არ იყო. შემზარავი იყო ეს ყველაფერი და შემზარავია, იმიტომ რომ მთავარი არის ის, რომ სულისკვეთება ფილოსოფია ჩანს აქ. ეს არის იდეოლოგიური სასჯელი და არა რამდენიმე ადამიანის მანიაკალური გადაცდომა სისტემაში, ხო? ეს არის მთავარი განმასხვავებელი რამ. როდესაც ხელისუფლება სურს რამდენიმე ადამიანს შეახოცოს, ვთქვათ, დატოვოს ამ პასუხისგებლობის ანაბარა, რომელთაც ეკუთვნით ეს პასუხისგებლობა, მაგრამ ეს ადამიანები ისე თავისუფლად გრძნობდნენ თავს აი ამ საზიზღრობის კეთებაში, აი როგორც თქვენ გრძნობთ თავისუფლად თავს ჟურნალისტურ საქმიანობაში, ხომ? ანუ მათთვის ეს დაშვებული იყო, მათი პროფესია იყო, მათი გახსნილად ქმედებდნენ ისინი, ამჟღავნებდნენ თავიანთ უნარებს ბჭყალებში, ხო? ეს დამსჯელება. შესაბამისად, ძალიან ძნელი არ არის, რომ ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ბაჩუ ახალაიაც კი იყო დამკვეთის შემსრულებელი და არა. და ვინ არის თქვენი აზრით მთავარი დამკვეთი მაშინ? რამდენიმე ადამიანი საქართველოში, რამდენიმე ადამიანი, რომელთაც უპყრიათ ყველაზე მაღალი თანამდებობები. 3-4 ადამიანი, რომელთა სახელიც ყველა კარგად იცის და რომელთა სახეებიც ყოველდღე არის ტელევიზორში. ყოველდღე. ისე პროტესტის თემას მინდა რომ დაუბრუნდე. ხედავთ თუ არა ამჟამინდელ აქციებში რაიმე უნიკალურს, იმიტომ რომ აქციები ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი 2007, 2009 და ასე შემდეგ, თუნდაც იგივე 26 მაისი. რითი განსხვავდება? აი ის რაც დღეს ხდება თბილისის ქუჩებში, რითი განსხვავდება წინა წლებისგან? თავის დროზე, როდესაც ჩვენ ვიკრიბებოდით გირგვლიანის ამბებზე, ვიკრიბებოდით სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე, ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვიცნობდით სახეებს. ეხლა და ყველანი თანატოლები ვიყავით, ასე ვთქვათ და ეხლა უამრავი ადამიანია, რომელიც არის ახალგაზრდა, რომელსაც არანაირი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ანგაჟირებულობა არ აქვს. არიან სრულიად თავისუფალი ადამიანები, რომლებიც სწავლობენ, რომლებიც მართლა დაწაფებულნი არიან განათლებას, ბევრი გავიცანი, ბევრი პრეზიდენტის სტიპენდიანტები არიან მაგალითად. ბევრი ადამიანია, რომელიც არის აი ის თაობა, რომელიც ასე ვთქვათ, ფლობს კომპიუტერს, ფლობს ინგლისურს, მომავლის თაობა, ასე ვთქვათ, კომპიუტერ და ინგლისური ბუნებრივია საზომი არ არის, მაგრამ პრეზიდენტის ენით ვაფასებ ხო, ხელისუფლების. ეს არის მომავლის თაობა, რომელიც პირადად ინდივიდუალურად გამოხატავს თავის პროტესტს. სრულიად, ასე ვთქვათ, სპონტანურად, ყველანაირი დაგეგმების გარეშე და ამას ხელი ეშლება. ყოველ მხრივად ცდილობს ხელისუფლება შეუშალოს ხელი. მე რამდენადაც ვიცი, ძალიან კარგი და თანამედროვე მუსიკოსების, ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი უნდა ყოფილიყო და ჩატარდა კიდეც
მაგრამ ისე მოხდა რომ თავიდან უნივერსიტეტმა არ მიცა დენის წყარო მე მახსოვს პატარა ვიყავი სულ პატარა ვიყავი როდესაც დავით გარეჯის აქციები დაიწყო და შემსწრე ვიყავი ამ აქციების და მაშინაც კი პატიაშვილის ხელისუფლება და საბჭოთა ასე ვთქვათ ვასალური ხელისუფლება რომელსაც საბჭოთა კავშირი იყო მაშინ ასე ვთქვათ დენის წყაროს აძლევდნენ სტუდენტებს რომლებიც აპროტესტებდნენ საბჭოთა კავშირს ხო აი დღეს უკვე დენის წყაროზე არის პრობლემა ხო სტუდენტებთან მიმართებაში უამრავია ყველაზე მეტად ხელისუფლებას ეშინია ამ თავისუფალი ადამიანების პროტესტი რომლებიც აქამდე იყვნენ პრინციპში ჩუმად და ვადანაშაულებდით მათ ხშირად ნიჰილიზმში კი ხშირად ძალიან ხშირად ახლა რამ გაიღვიძა მათში რამ გამოიწვია ეს ცვლილება რატომ აღმოჩნდა ეს კადრები მათთვის აი განსაკუთრებულად გამომაფხიზლებელი უნებრივად გაჩნდა ეს ყველაფერი. ანუ იმდენად თვალხილულია ის სადიზმი, იმდენად თვალხილულია სისტემის ძალადობა და სისტემური ძალადობა და სტრუქტურული ძალადობა ადამიანზე. იმდენად თვალხილულია, რომ შეუძლებელი ადამიანი არ მოიყვანოს დინამიკაში, მოძრაობაში, პროტესტში, ხომ? ძველი, ასე ვთქვათ, შუა საუკუნეობრივი სიბრძნეა, ხომ? ეს რომ თუ ახალგაზრდობაში უსამართლობის გამო ადამიანს მუშტი არ შეეკრა, იგივე ხელი ასაკში უკვე ხანდაზმულობაში ვერ იქნება მადლისა და პატიების მიმნიჭებელი ხელი, ხო? ეს ერთი და იგივე ხელია. და მე ვფიქრობ, რომ აი ახალგაზრდობა ყველაზე მეტად ასაკით არ უნდა დავყოთ ადამიანები, მაგრამ ახალგაზრდობა ეს არის აქტიური ბრძოლა უსამართლობასთან. ახალგაზრული ენერგია ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად უსამართლობასთან ბრძოლისთვის. და ეს ხდება, ეს პროცესი დაიწყო. ეს უკვე ახალგაზრდობა სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ შეგიძლიათ აი ესე და ახალგაზრდობა სისტემის წინააღმდეგ, კი, ახალგაზრდობა სისტემის წინააღმდეგ ეს სახეზეა მე მგონი ამას ხელისუფლებაც ხედავს, მთელი საზოგადოება ხედავს. ბუნებრივია ეს არ არის ორგანიზებული, ამას თავის ხიბლიც აქვს, იმიტომ რომ აქ ნათლად ჩანს, რომ ეს არის სპონტანური, ეს არის ძალიან გულწრფელი პროტესტი, ყველანაირი, ასე ვთქვათ, შეიძლება ვიღაცამ დაუწუნოს მენეჯმენტი, რომ იქ ხმა კარგად არის მის იქ სხვადასხვა ჯგუფები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ მათ აქვთ ერთი მთავარი საერთო, ეს არის პროტესტი ამ ძალადობის მიმართ. რაც შეეხება რატი თვითონ ხელისუფლების რეაქციას და ასევე რიტორიკას განსაკუთრებით რა თქმა უნდა გულისხმობ ხელისუფლების პირველ პირს. მას შემდეგ რაც გავრცელდა ეს წამების ვიდეო მასალა. პრეზიდენტი დღეს ამბობს, რომ ის მოიქცა ძალიან ოპერატიულად, რომ ასეთი რამ ყოველ მეოთხე დღეს ხდება სხვა ქვეყნებშიც და ის უფრო სწორად იქცევა ვიდრე ამ სხვა ქვეყნებში, ცივილიზებულ ქვეყნებში და იქცევა და რა სწორია, უბრალოდ დავასრულებ. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო დასავლეთის წარმომადგენლების რეაქციაც ყოველივე ამაზე. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თომას მელია ომბუდსმენის ministrად დანიშნავს, აფასებს ადეკვატურ გადაწყვეტილებად. ის ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმოქმედა სწრაფად და სწორად და როდესაც ტუღუში დანიშნეს ministrად, მას გარკვეული იმედი მოეცა პირდაპირ ამ სიტყვებით ამბობს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ერთი მხრივ ხელისუფლების რეაქცია და მეორე მხრივ დასავლეთის ხელისუფლებას ყოველთვის ორგვარი რიტორიკა აქვს ერთმანეთის გამომრიცხველი ხო როგორც ელაპარაკება ის საზოგადოებას და როგორ ელაპარაკება ასე ვთქვათ დასავლეთს ეს არის რადიკალურად განსხვავებული რიტორიკა დასავლეთს ეუბნება რომ ეს ხალხი არის ბნელი, მე თუ არ ვიქნები, აქ იქნება საშინელება და ჩვენ გველაპარაკება აბსოლუტურად განსხვავებულად. კადრები ნახა ყველა. აბსოლუტურად განსხვავებულად. პრინციპში მე ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიცია მე ხაბა გეოპოლიტიკურ წიაღსვლებს ვერ გავაკეთებ. არა, რა თქმა უნდა, სწორედ თქვენი პოზიცია საინტერესო საზოგადოებისთვის. ადამიანი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება ამ ხრივ ძალიან წირი, ასე ვთქვათ, პროფესიიდან გამომდინარე წარმოდგენები მქონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დასავლეთშიც ძალიან კარგად ხვდებიან იმ კრიზისს, იმ სახელისუფლებო კრიზისს, რომელშიც სააკაშვილი ამყოფებს ჯერ თავის, ასე ვთქვათ, გუნდს და მთლიანად სახელმწიფოს. ამას მე მგონი ძალიან ბევრი დასავლელი საერთაშორისო საზოგადოება აცნობიერებს. ეს ძალიან მალე გამოჩნდება, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გამოჩნდება იმის და მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება არჩევნებს. ძალიან მკვეთრად გამოჩნდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? არჩევნებთან დაკავშირებით ერთის მხრივ ხელისუფლებისგან და შემდეგ ვისაუბროთ უკვე დასავლეთის მხრიდან. ხელისუფლებისგან რას ელით? ხელისუფლებისგან მისი საქციელიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ თუ როგორც იქცევა, ხომ? დაპატიმრებულია უკვე 20-ზე მეტი ადამიანი ამ ორი დღის განმავლობაში. რაც გვავარაუდებინებს იმას, რომ ხელისუფლება არის ძალიან, ასე ვთქვათ, გახისტებული, ძალიან მკაცრი და თვითგადარჩენის ინსტინქტით ახსილი თავიდან ბოლომდე.
რაც ნიშნავს, რომ მას სერიოზული გადაცდომები ექნება არჩევნების პროცესში. მას უკვე ქონდა, ეხლა ყველაფერს რომ არჩევნები ხომ ერთი დღე არ არის და როგორ მივედით ამ არჩევნებამდე, ეს ცალკე საკითხია. რამდენი დანაშაულით, რამდენი გადაცდომით, რამდენი ძალადობით, რამდენი, ასე ვთქვათ, მჟავის შესხმით, დარბევით, ქვისროლით და ასე შემდეგ, როგორ მივედით აქამდე, ეს ცალკე საკითხია. მაგრამ კიდევ წინ არის რამდენიმე დღე, ერთი კვირა, ხო? და ეს მისი ეს მენეჯმენტი ბჭყალებში გვავარაუდებინებს იმას, რომ ხელისუფლება ეცდება ყველაფერზე წასვლას, მაგრამ თავარი ის არის თუ როგორ მოიქცევა ქართული ხალხი, როგორ მოიქცევა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა. ანუ მათი თავისუფალი ნება, მათი გამოხატული ნება, მათი არჩევანი, ეს არის ყველაზე მთავარი ფუნდამენტი. 1 ოქტომბერი ეს არის საქართველოს მოქალაქეების დღე. ამაზე არის მრავალწილად დამოკიდებული ხელისუფლების აქციელი უკვე შემდგომში. მრავალწილად დამოკიდებულია ამაზე. და მე ვფიქრობ, რომ თუ იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება საარჩევნო რიგები, საარჩევნო უბნებთან რიგები, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება სხვა გზა არ ექნება, რომ უარი თქვას, საბოლოოდ უარი თქვას იმ თავის ყველაზე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ თვისებაზე, რომელიც მას ახასიათებს ამ 8 წლის განმავლობაში და რომელსაც გვეთ ძალადობა. მაგრამ რატი თუ კი ხელისუფლებას აქედან გამომდინარე, რაც თქვენ ახლა ლაპარაკობთ, ხელისუფლებას ალბათ უნდა ეშინოდეს არჩევნების შესაბამისად, ლოგიკა არის ერთი, რომ ის შეიძლება შეეცადოს, გადადოს ეს დღე. მათთვის უფრო ხელსაყრელი პერიოდისთვის რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას? ან სად უნდა იყოს საზოგადოება ფრთხილად, რომ ეს ასე არ მოხდეს? ესე იგი, მან უნდა გადადოს საქართველოს მომავალი, მან უნდა გადადოს საზოგადოების საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მან უნდა გადადოს სახელმწიფოებრის განვითარება, მან უნდა გადადოს ადამიანები, მან უნდა გადადოს ყველაფერი საკუთარი თავის ინტერესის, ძალაუფლების, ინსტინქტის და შენარჩუნების გარდა, ყველაფერი უნდა გადადოს. და ეს იქნება თვალნათელი ყველასთვის. ყველა კოორდინატორისთვისაც კი წარმოიდგინეთ, ხო? და აქ აღარ ვსაუბრობ საერთაშორისო საზოგადოებას. მან ყველაფერზე უარი უნდა თქვას, მათო გადადო რაიმე ტიპის საბაბით არჩევნები. ფიქრობთ, რომ არ მიცემენ ამის საშუალებას, რომ გადადონ არჩევნები? არ მივცემთ ამის. ერთი მხრივ საზოგადოება მე ხა უფრო დასავლურ აზრს ვგულისხმობდი. მე ვფიქრობ, რომ რომელიც არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში მათთვის ანგარიშგასაწევი. საღი გონების საზოგადოება გინდა საქართველოში, გინდა დასავლეთში ამის უფლებას არ მიცემს სააკაშვილს. კარგი, და ოპოზიციის როლი აი მთელ ამ პროცესში როგორია თქვენი აზრით? საზოგადოება არის ქუჩაში, გასაგებია, ხელისუფლებას აქვს თავისი ინტერესები და არსებობს კიდე კოალიცია, ძლიერი ოპოზიციური კოალიცია. ჩვენ ნახეთ, რომ ძლიერი ოპოზიციისა და ძლიერი კოალიციის შემთხვევაში რაოდენ, ასე ვთქვათ, მკვეთრად ისმის უკვე მოქალაქის ხმა და რაოდენ მნიშვნელოვანია. ყველაფერს თავი დავანებოთ, პოლიტიკური კონკურენცია უკვე მოქალაქისთვის სასარგებლოა და ადამიანისთვის არის სასარგებლო. ყველაფერს თავი დავანებოთ. ამიტომ ძლიერი ოპოზიცია რომ საჭიროა და მნიშვნელოვანია, ამაზე ახლა ორი აზრი არ არის. ფაქტიურად ივანიშვილის გამოჩენამ ამოატრიალა ის სცენარი, რომელიც დაწერილი იყო, რომელიც დუნეთ ტლანქად მიიმართებოდა სააკაშვილის პირობებში, თითოეული ხმა, თითოეული პროცენტი დაწერილი იყო, ხო? სანაბიძინე ივანიშვილი გამოჩნდებოდა ქართულ პოლიტიკაში. და ასე ვთქვათ, სიურპრიზი ქართულ პოლიტიკას და სიახლე და ასე ვთქვათ, აზრთა ჭიტილი და კონკურენცია არ ემუქრებოდა, არ ვიცი, რამდენი წლის და რამდენი ხანის განმავლობაში. ერთის დავიწყე დაახლოებით იგივე შეკითხვით, მინდა ოღონდ სხვა კონტექსტით დავასრულოთ ჩვენი საუბარი რატი. ხო, მე მინდა რომ ვისარგებლოთ, რომ უკანონოდ დაპატიმრებული დაჩით საგურია, რომელიც სრულიად უკანონოდ დაპატიმრეს და უკვე ახალი მინისტრის პირობებში, ქალბატონი ეკა ზღულაძის პირობებში ის იქნა დაპატიმრებული სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო თავის მეგობართან ერთად და ფიზიკურად შეურაცხყვეს და დღეს ის გახდა მამა და მე მინდა მიულოცო მას, დაჩით საგურიას, ნათიას მინდა მიულოცო მის დედას, რომ შეეძინათ შვილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. დიდი სიხარულით უერთდები თქვენს მილოცვას და ბოლო შეკითხვა რატი. რატომ არის ისევე ამ კითხვას ვსვავ, რატომ არის დღეს ეს პროტესტი განსაკუთრებული და არის თუ არა სწორედ იმის დამსახურება, რომ დღეს არსებობს ძლიერი ოპოზიცია, რომ არა კოალიცია, როგორი იქნებოდა თქვენი აზრით საზოგადოების რასაკურველია უფრო ცინიკური დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან, ქილიკისა და ცინიზმის საგანი გახდებოდა ეს პროტესტი, როგორც 26 მაისის შემდგომი პროტესტი თუ გახსოვთ. რა რეაქციაც მოყვა მას როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე სახელისუფლებო ინტელექტუალების მხრიდან ბჭყალებში.
ანუ საზოგადოებრივ პროტესტს. ამ შემთხვევაში საზოგადოებას ამაგრებს ის, რომ ძლიერი ოპოზიცია არსებობს. გასაკვირველია, საზოგადოებას ყოველთვის ამაგრებს ორი პოლიტიკური მოთამაშე, მინიმუმ ორი პოლიტიკური ძლიერი სუბიექტი, ყოველთვის ამაგრებს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. თავარ კითხვას რატი ამაღლობელი პასუხობდა, რამდენიმე წუთში კახა კახიშვილი იქნება ჩვენი სტუმარი. კახა კახიშვილი უპასუხებს მთავარ კითხვას. ჩვენი სტუმარი ახლა უნდა ყოფილიყო ზურაბ ხარატიშვილი, ცესკოს თავმჯდომარე, მაგრამ იმის გამო რომ გაგრძელდა სხდომა, მან ვერ მოახერხა გადაცემაში მოსვლას. ყოველ შემთხვევაში ასეთი ოფიციალური მიზეზი ჩვენ იმეც ვიტოვებთ, რომ არჩევნებამდე ის უპასუხებს ჩვენ სტუდიაში მთავარ კითხვას. ბატონო კახა, დავიწყოთ სულ ბოლო ამბებით, რამდენადაც ვიცი, როგორც ჩვენმა ჟურნალისტმა ჩართვისას უთხრა საინფორმაციო გადაცემის წამყვანს, ცესკოს გადაწყვეტილება არის საზოგადოებისთვის დადებითი, ანუ ვერ განახორციელეს ის, რასაც აპირებდნენ, გულისხმობ ვიდეო და ფოტო გადაღებების აკრძალვას. რა იდგა ამ გადაწყვეტილების უკან? პირველ რიგში ამით დავიწყოთ და რამდენად სარწმუნოა ის, რომ ნამდვილად ისე როგორც ეს არის განსაზღვრული საარჩევნო კოდექსით, ჟურნალისტებს თუ NGO-ებს მიეცემათ საშუალება, რომ მოიხმარონ საარჩევნო უბნებზე ვიდეო და ფოტოკამერები. მოგესალმებით, მე ვესალმებით ტელემაყურებელს, რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, ეს იყო მორიგი ცდელობა გადაფარონ აბსოლუტურად ის ელემენტარული დემოკრატიული პირობებით და ჩარჩოებით, რომელიც შესაძლებელია ქონდეს ადამიანს ამ ქვეყანაში. ახლა მოდით ცოტა ადრიდან მოვყვების იმეს ამ მოხვის თვითონ შინაარზე. გახსოვთ ალბათ, როდესაც ხელისუფლებამ წარმოგვიდგინა ჩვენ კანონ პროექტი, ახალი საარჩევნო კოდექსი. ეს იქ ზუსტად მუხლი, რომელიც აძლევდა საშუალებას საუბნო საარჩევნო კომისიაში უფლებამოსილ პირებს გადაღების საშუალებას გაქრა. და ჩვენ შემდგომში ვკითხეთ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პავლე კუბლაშვილს, რომ რა იქნა ეს მუხლი და ახსნეს, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელიც აუცილებლად გამოსწორდებოდა და გამოსწორეს კიდევაც. თუმცა ჩვენ შეგვეპარა, რომ ხომ არ არის შემდგომში დაგეგმილი რაღაცა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით იყოს შეზღუდული ეს უფლება. თუმცა როგორ ერთი მხრივ საქმე გვაქვს კანონთან, მეორე მხრივ დადგენილებასთან. არა, აუხსნი ამასაც, იმიტომ რომ ამიტომაც შევეჭერით ზუსტად და ბოლომდე გვაინტერესებდა მისი პოზიცია ამ მოხსთან დაკავშირებით. ერთის მხრივ ძალიან მკვეთრად წერია საარჩევნო კოდექსში, რომ აბსოლუტურად შეუზღუდავად შეუძლიათ როგორც წარმომადგენლებს, ისე დამკვირვებლებს აწარმოონ ვიდეო და ფოტო გადაღება. ერთადერთი აკრძალვა არის მხოლოდ ამომრჩეველთა ნების გამოვლენის დროს, ბუნებრივია ეს უნდა იყოს, რომ კაბინაში არავინ არ უნდა შეყვეს ამომრჩეველს და არ უნდა დააფიქსიროს ვიდეო კამერით, ვის აძლევს ხმას. და ასევე არ უნდა მოხდეს ისეთ ადგილზე კამერების განთავსება, რომელიც შეუშლის ხელს საარჩევნო პროცესებს, გულისხმობდნენ იმას, რომ აი საარჩევნო ყუთთან არ უნდა იდგეს, რომ ადამიანმა ვერ ჩაგვდა. დანარჩენ შემთხვევაში უბრალოდ პირდაპირ თეთრზე შავად წერია, რომ შესაძლებელია. დაუშვებელი სიტყვა არ არსებობს უბრალოდ. და გარდა ამისა ჩვენ პავლიკოს ვკითხეთ, რომ როდესაც ვიდეო თვალი გახსოვთ ალბათ, როდესაც ვიდეო თვალი ამოღებული იქნა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას თანახმად. ეს კიდე როგორ მიაწოდეს ვენეციის კომისიას, ეს სხვა საკითხია. ახლა როდესაც შენ პირდაპირ ეუბნები, რომ იცით რა, აი მე ესენ განვათავსო ვიდეო თვალი, რომ პირდაპირ კაბინას უყუროს, რა თქმა უნდა ეს ვენეციის კომისია დაგიწერს დასკვნაში, რომ არ უნდა განათავსოს საერთოდ, მაგრამ არა, ასეც იყო თუ არ ვწდები რეკომენდაციაში, თუ იქნებოდა კამერა არ უნდა ყოფილიყო. არ უნდა ყოფილიყო, ბუნებრივია, რომ არ ყოფილიყო უბრალოდ ამორჩელის ნება დარღვეული, თორე სხვა შემთხვევაში ახლა იქ სადაც კამერა იდგა, დარღვევები ნაკლები იყო და ამას თვითონ ცენტრალური საარჩევნო კომისიაც აღიარებდა, მაგრამ გარდა იმ მუხლისა თვითონ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეც ამტკიცებდა, რომ არანაირი შეზღუდვა არ იქნება. ახლა როდესაც დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისურვა დადგენილების მიღება, სხვათა შორის დადგენილების მიღების საშუალება CSKO-ს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე დაკავშირებულია პირდაპირ რომელიმე საარჩევნო პროცედურასთან და არ არის გაწერილი საარჩევნო კოდექსში. ასეთ შემთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წევრების 2/3-ით შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მიიღონ დადგენილება და განსაზღვრონ დადგენილებაში ის ნორმები, რომელიც არ არის საარჩევნო კოდექსში ასახული. გადიოდა მანდატის პრობლემებს გარეთ. რა თქმა უნდა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ ამ დადგენილებას, პირველ რიგში ჩაიდენდნენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ვინაიდან პირდაპირ რაც წერია კანონში და კანონი არის ორგანული.
არ შეიძლება უბრალოდ სხვა რამე განსაზღვრო დადგენილებით, იმიტომ რომ დადგენილება არ არის კანონზე მაღალი. ეს არის იურიდიული მომენტები, საზოგადოებისთვის საინტერესოა, რა შეიძლება მდგარიყო ესეთი მცდელობის. შეიძლება მდგარიყო ის, რომ იმ კადრების შემდეგ უკვე ხელისუფლებამ იმ ლამას შეფუთვაზეც უარი თქვა, რომელსაც ცდილობდა შეენარჩუნებინა დასავლეთის ქვეყნებისთვის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ხელისუფლების ორი სახე აქვს. ერთი სახე ძალიან მკაცრი სახე, რომლითაც ჩვენ გვიყურებს და მეორე ძალიან ბუნჩულა სახე, რომლითაც უყურებს დასავლეთს და ელაპარაკება მას. აქედან გამომდინარე ის ლამაზი ფოლგაც აღარ აინტერესებდათ, მათ უნდათ ერთი რამენაერად არჩევნებზე დაეწერათ ის შედეგი, რა შედეგიც უნდათ, იმიტომ რომ ბუნებრივია ამ კადრების შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ უბრალოდ მოგებაზე საუბარი უკვე ზედმეტია, იმიტომ რომ ახლა ასეთი ტიპის კადრები კი იძახის, რომ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ იქნებ დაასახელოს რომელ ქვეყნებში და მაინტერესებს იმ ქვეყნების ხელმძღვანელების რეაქცია, რომელსაც პირდაპირ დაადებენ ხელს, რომ თქვენს ქვეყანაში სისტემატურად ესე არაადამიანურად եպყრობიან პატიმრებს. ანუ ბატონო კახა, შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს ინიციატივა პირდაპირ იყო იმის მანიშნებელი, რომ ხელისუფლება გეგმავს არჩევნების გაყალბებას. აუცილებლად, ახლა ზუსტად იმაზეა საუბარი, რომ პირველ რიგში ჩვენ გვახსოვს ყველა განცხადება ხელისუფლების და CSKOS-ის და როდესაც მე ვსაუბრობდი პავლე კუბლაშვილთან საუბარზე, მან აღნიშნა, რომ მართალია ჩვენ ვიდეოთვალი ამოვიღეთო, მაგრამ თქვენ ნებისმიერი დარღვევა შეგიძლიათ ასახოთ და რატო გვინდოდა ამ უფლების მინიჭება? იმიტომ რომ ერთის მხრივ, როდესაც ვწერდით განცხადებებს საუბნო საარჩევნო კომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურის დარღვევაზე, ისინი ითხოვდნენ მტკიცებულებებს. ანუ განხილვის დროს ითხოვდნენ მტკიცებულებას. კი, მართალია თქვენ გიწერიათ განცხადებაში, რომ ესეთი დარღვევა მოხდა, აბა დაგვიმტკიცეთ. აი როგორც ახლა იძახიან. ციხეებში რო ხდებოდა ჩვენ მტკიცებულება არ ქონდა. აი ესეთივე მიდგომა ქონდათ განცხადებების მიმართ, რომ კი თქვენ წერთ, მაგრამ მტკიცებულება და აი ეს მტკიცებულება გჭირდებოდა ჩვენ ფაილის სახით, რომელსაც დაურთავდით უბრალოდ განცხადებას, რომ შემდგომში ვინმეს რო ეჭვი შეეპარებოდა, რომ რაღაცა მოხდა, ვიღაცა შეყვა ფარულ კაბინაში ამომრჩეველს, თუ ნახავდით, რომ ვიღაცა აგიტაციას კონკრეტულ რომელიმე პარტიას უტარებს პირდაპირ საუბნო საარჩევნო კომისიაში, როდესაც იქნებოდა აღბეჭდილი, რომ პოლიციის სპეცსამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან საუბნო საარჩევნო კომისიაში, ეს განსაკუთრებით რაიონებშია. ზუსტად ეს მტკიცებულებები გჭირდებოდა ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და გარდა ამისა, თვითონ ტელევიზიასაც ეხლა ეთყობა, რომ მთლიანად თავიდან ბოლომდე ხელისუფლება ცდილობს მედია შეზღუდოს. ახლა ერთის მხრივ მან განაცხადა, რომ მას ხერ იქნება მხოლოდ პირველამდე, შემდგომში კიდე პირველში აკრძალა ის გადაღებაც, რომელიც უბრალოდ ცდილობა ჰქონდა ეკრძალა ის გადაღება, რომელიც უნდა განვეხორციელებინა ჩვენ. ასე რომ როგორ ფიქრობთ, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება? თქვენ დღეს არ შეგიშვეს რამდენადაც მე არა, მე არ შემიშვეს, უბრალოდ გაუგებარი მიზეზებით არ შემიშვეს. რაღაც ფოკუსი. გაუგებარი მიზეზი არას ნიშნავს, ფოკუსი ჩაატარეს, ახლა ეს ელემენტარული ფოკუსი ჩაატარეს, რომელიც არ უნდა ჩაეტარებინა წესით. ახლა მე რომელი ბაბაიკა ძაღლი ვარ, ახლა თუ მაინც და მაინც აპირებდნენ იმ დადგენილების მიღებას და 2/3 კონდათ, როგორ შეუშლიდი მე ამას ხელს, მაგრამ აი პრინციპულობა გამოიჩინეს იქ, სადაც არ უნდა გამოიჩინათ წესით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დარეგისტრირებული როგორც დამკვირვებელი ორგანიზაცია, საიტზე, მათ საიტზე ჩემი გვარი წერია პირდაპირ როგორც ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაციის წევრის გვარი და როდესაც მივედი და ვთხოვე რომ მჭირდება საშვი რომ შევიდეს ხდომაზე, მითხრეს საშვით ვერ შეხვალო, აკრედიტაციის ბარათი გჭირდება. აკრედიტაციის ბარათი თვითონ გქონდათ. მე ვთქვი მაშინ მომეცით ჩემი აკრედიტაციის ბარათი და მე ჩემი ბარათით შევალ. იმდენი წელს დრო რომ ბოლოს მითხრეს კანცელარია დაიხურაო, სამუშაო საათები გასული და ვერ შეხვალოს ხდომაზე. მე ვუთხარი რომ კი ბატონო, თქვენ ხომ იცით რომ მე ვარ წარმომადგენელი და დამკვირვებელი ორგანიზაციის წევრი, კი ვიცითო. მაშინ იქნებ დაუკავშირდეთ ან CSKOS თავმჯდომარეს ან მოადგილეს ამ დივანს, რომ საშვი დაუშვან და საშვით შევალ. არაო, იმიტომ რომ თავმჯდომარემ თქვა, არაო, მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ CSKOS საკონსულტაციო საბჭოს წევრი და უპრობლემოდ ყოველთვის ხვდებოდი ბატონ ზურაბ ყარატიშვილს, მანამდე სხვათა შორის 7 ნომერთან რომ იყო პრობლემა. საშვით შევედი და შევხვდი ბატონ ყარატიშვილს და აკრედიტაციის ბარათით არა, მაგრამ ნუ დღეს ჩათვალეთ, რომ რაც ნაკლები ხალხი მიაღწევს და შევა სხდომაზე, მით უფრო ადვილი იქნებოდა სხდომის დროს დაგინების მიღება. თუმცა ამ წუთისთვის რაც ვიცით, დადებითად მოხდა საკითხი თუმცა ამ წუთისთვის ვინაიდან იყო საზოგადოების ეწოლა, იმიტომ რომ ყველაფერი საზოგადოების დამსახურება. რა თქმა უნდა, საზოგადოების დამსახურება, ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ისინი ერთობოდნენ, როდესაც ამხელა დადგენილების პროექტს წერდნენ, აქ მეორეა, განკარგულებას უპრობლემოდ მიიღებდნენ, იმიტომ რომ განკარგულებას სჭირდება CSKOS წევრთა უმრავლესობა, ხოლო დადგენილებას სჭირდება 2/3. 2/3 13 კაცის ეს არის 9 კაცი. 7 კაცს ერთიანი ნაციონალური მოდრობა აკონტროლებს, იმიტომ რომ 6 კაცს ნიშნავს
პროფესიული კუთხით, ერთ კაცს ნიშნავს პარტიული კუთხით, 7 კაცი ყავდათ, 2 ხმა ჭირდებოდათ და ეს 2 ხმა ბუნებრივია უნდა მიიღოთ ოპოზიციური პარტიის წევრებისგან. ახლა აქ უკვე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა ის წევრი ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ამ დადგენილებას ხარს დაუჭერდა, მე ვფიქრობ ამან განაპირობა თქვენ ნახეთ საზოგადოებრივი მოთხოვნა, ეს ელემენტარულია, იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველას გვაინტერესებს ამ არჩევნების საჯაროობა და გამჭირვალე ჩატარება და ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდებდა ის 2 წევრი, რომელიც შეუერთდებოდა და მისცემდნენ ხმას დადგენილებას. ამიტომ მე ვფიქრობ, აი საზოგადოებრივი პროტესტი უფრო იმათკენ იყო მიმართული და თავის შედეგი გამოიღო აქ. თუ კი ასეთივე პროტესტი, ანუ ცივილიზებული პროტესტი გაგრძელდება არჩევნების დღეს, შემდგომ დღეებში სანამ გამოცხადდება შედეგები, ეს რაზე გავლენას მოახდენს პროცესზე და თუ პარალელურად საარჩევნო უბნებზე იმუშავებენ დამკვირვებლები, იმუშავებენ ჟურნალისტები. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ ობიექტური შედეგი იქნება? აი ზუსტად ამას უკავშირდება ეს გადაღების აკრძალვის სურვილი, რომ ბევრი მტკიცებულება არ ყოფილიყო, რომ შემდგომში უცხოელებისთვის ეთქვათ, რომ აგერ რაღაცას იგონებენ და სადა აქვთ აბა მტკიცებულება. როგორც ამას გვარწმუნებდნენ, რომ პენდენციალურ სისტემაში არაფერი არ ხდება ცუდი, პირიქით ფრანგები და ესპანელები რიგში დგანან, რომ ჩამოვიდნენ და ისწავლონ ჩვენგან. ესე იტყოდნენ, რომ იგონებენ, არიცით ახლა ამათი ამბავი, კორუმპირებული ვიღაცა ჩარეცხილი დინოზავრები და ჯოჯოები არიან და ახლა ამათ უსმენთ, მაგრამ ახლა ამდენი მტკიცებულება რო იქნება, წარმოიდგინეთ, რამდენი დამკვირვებელი, რამდენი წარმომადგენელი ვიდეო კამერით აღწერს აბსოლუტურად ყველა მტკიცებულებას. ეს მტკიცებულებები ვიზუალურად, როდესაც ის უცხოელები ნახავენ, ხომ უკვე სხვა წარმოდგენა ექნებათ. ამიტომ მე ვფიქრობ, საზოგადოებრივი პროტესტი არის ძალიან ცივილიზებული მეთოდი ხელისუფლებაზე ზეწოლის, იმიტომ რომ არავის არ აუგზავია საქართველოში საზოგადოებრივი პროტესტი. მაგრამ რამდენად არის ეს გარანტია, რომ გარანტია იცით როგორია? პირველ რიგში გარანტია არის ჩვენი პოლიტიკოსების პრინციპულობა. ჩვენ ვნახეთ, რომ ის პროტესტი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ კადრების ნახვის შემდეგ, იყო ძალიან ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი. ახალგაზრდა ბავშვები გამოვიდნენ ქუჩაში, აპროტესტებდნენ იმ საშინელებას, რაც ჩვენ ვნახეთ, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური პარტიის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან გაისმა რიტორიკა, რომ იქნება არ გვინდა ეს პროტესტი არჩევნებამდე მივიდეთ, 2 დღეში ჩაცხრა და ნახეთ 47 კაცი დაიჭირეს სულ ბოლო პერიოდში. თუმცა არ გვინდა პროტესტი, მე არ მახსოვს ასეთ განცხადება. იყო ესეთი მინიშნებები, რომ იქნება არჩევნებამდე მივიდეთ, რამენაერად არ გართულდა სიტუაცია და უცბად ხელისუფლებამ მალღვაუღო. დღესაც იდივე სოზარსუბარმა თქვა, რომ პირიქით უნდა გაგრძელდეს მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაზე, მე ვსაუბრობ ზოგადად განცხადებებს, იმიტომ რომ ისინი ზუსტად იმას აკვირდებიან, აი სულ ისეთი პარტია რო იყოს, 1.0.1 რეიტინგი რო გქონდეს, უცბად მისი ლიდერის განცხადებას გააკეთებენ თითქოს ერთი არ ვიცი, ყველაზე ძლიერი პარტიის ლიდერის განცხადებაა და ამას დაატრიალებენ. ხომ იცით ეს ტექნოლოგიები როგორც არის? ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში საზოგადოება რო აპროტესტებს, ეს ჩანს. ახლა პოლიტიკოსობით მათ თუ პროტესტი პრინციპულად ბოლომდე გამოხატეს, მე ვფიქრობ, რომ პროტესტი თავის შედეგს გამოხატავს. მით უმეტეს, რომელიც იქნება დამყარებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენ ამ ყოველთვის გვაკლდა, ჩვენ გვაკლდა მტკიცებულებები, ვერ უჩვენებდით. ახლა გახსოვთ ვიდეო თვალის ჩანაწერს ჩვენ არ გვაძლევდნენ, ის კი არა ჩაწერეს კანონში პირდაპირ, რომ ეს არის საჯარო ინფორმაცია და უბრალოდ მე უცხოელებს ეუბნა აბა რა ვქნა. გასაგებია კიდევ ერთი ჩვენი საუბრის ბოლოს თომას მელიას განცხადება გავრცელდა დღეს, რომელიც ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ამოიღებს ხმას მანამ, ვიდრე EU თუ არ დადებს თავის დასკვნას. რას ნიშნავს ეს განცხადება თქვენი აზრით? ეს იმას ნიშნავს, რომ EU ძალიან სერიოზული ავტორიტეტი აქვს სადამკვირვებლო მისიებში, EU ოდირი კარგად ფლობს დაკვირვების მეთოდოლოგიას, ტექნოლოგიებს, მას ყავს ძალიან პროფესიული დამკვირვებლები, ამიტომ ალბათ ამერიკელები ელოდებიან ოდირის დასკვნას, ვინაიდან ოდირია წარმოდგენილი აქ როგორც გზელვადიან, ისე მოკლევადიან მისიაში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაციაა. ამიტომ ალბათ ისინი ფიქრობენ, რომ ოდირის დასკვნის შემდეგ უნდა იყოს რაღაც შეფასება, მაგრამ მოდით გავიხსენოთ, რომ EU-ს ოდირის სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნები არ დგება პირდაპირ არჩევნების მეორე დღეს. მაგალითად 2003 წელს, როდესაც მოაწყეს რევოლუცია იმაზე, რომ 235 კაციან პარლამენტში 32 კაცი ყავდა შევარნაძეს მხოლოდ და გააყალბავა შევარნაძემ, მაშინ EU-ს უარყოფითი ანგარიში დაიწერა რევოლუციის შემდეგ ერთი თვის თავს. ასე რომ მხოლოდ EU-ს და ოდირის იმედად არ უნდა ვიყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი დასკვნა, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ გვაძლევს კონსტიტუცია ხელისუფლების არჩევის საშუალებას. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ხელისუფლებას, ამიტომაც ჩვენ როგორ შევაფასებს არჩევნების ჩატარებას, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თავარ კითხვას კახაკახიშვილი პასუხობდა, მე ხვალამდე გემშვიდობებით და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.